გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. მეცნიერთა კონგრესის დროში ვართ, ეს განსაკუთრებული დროა. მეცნიერთა კონგრესის დრო, რასაც ქვია, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, ძირითადად 4-დან 6 საათამდე მეცნიერთა კონგრესის დროა, ჩვენ ხელშეკრულება გავუფორმეთ ტელევიზიასთან და იმ გადაცემებზე, რომელიც ამ პერიოდში გადის, ეს არის პირდაპირი გადაცემა და ტელევიზია პასუხს არ აგებს. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომელსაც გვესმის ეს პასუხისგებლობა, რას ნიშნავს პირდაპირი ეთერი და რას ნიშნავს ის, რომ ვთქვათ, ვილაპარაკოთ ისეთ რამეზე, რომელიც ხალხს კი არ ანაწევრებს, არამედ კრავს ქვეყანას. დღეს ძალიან საინტერესო ნაწილი იყო პირველი, სადაც ჩვენ მხედველობაში მაქვს დამოუკიდებლობის აქცე ხელმომწერმა ორმა პიროვნებამ ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. ჩემი პოზიცია იყო და რჩება, რომ დღეს იმდენად დაძაბულია სიტუაცია, რომ გაცილებით მეტად ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები უნდა იყვნენ ეთერში და ეს ადამიანები ძალიან კეთილ საქმეს გაუკეთებენ ქვეყანას. მე ამ შემთხვევაში ფსიქოლოგები მიყავს ხელობაში. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ამას ვთილობთ და იმ სისტემამ, რომელიც მეცნიერთა კონგრესმა შეიმუშავა, ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, როგორც იტყვიან, მოიახლოვა, მოძებნა, როგორც იტყვიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ბატონი ბესიკ ბოგველი, პიროვნება, რომელიც უზნაძის განწყობის თეორიით არის სავსე, ძალიან ბევრს ფიქრობს ამაზე, ძალიან საინტერესო ხედვები აქვს ამომავლოდ და იბრძვის იმისთვის, რომ ეს ისე მაინც დაბრუნდეს უზნაძის თეორია საქართველოში, როგორადაც უცხოეთის ძალიან ბევრ ქვეყანაშია მიღებული. მე ყოველ შემთხვევაში ესე ვნახე არაერთ და ორ ქვეყანაში და ძალიან მიხარია, რომ ამ საქმეს და ასეთ დიდ საქმეს, აი ამ დიდ განწყობას, აი ესეთი კარგი ერთი მხარდამჭერი და პატრონი ყავს ბატონი ბესიკ ბოგველის სახით. ბატონი ბესიკ, მოგესალმები და მე მიხარია, რომ ჩვენ მეცნიერთა კონგრესში, თქვენ მეცნიერთა კონგრესის სპიკერი ხართ, მიხარია, რომ ძალიან ბევრ საინტერესო კარგ რამეზე ვფიქრობთ, მუშაობთ და ძალიან ვამაყობ იმით, რომ ჩვენ შევძლებთ ერთად, რომ სადღაც ალბათ სექტემბრის დასაწყისში შეიძლება მანამდეც ქვეყანას ექნება ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეით შექმნილი რაღაც საზოგადოებრივი პარლამენტი, რომ ხალხი ნახავს ძალიან გონიერი ადამიანების ერთობას და ერთ-ერთი პირველი დოკუმენტი, რომლის განხილვაც იქ დაიწყება, ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა იქნება სწორედ. მაგრამ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არის თქვენთან როგორც ფსიქოლოგთან და ამ შემთხვევაში ფილოსოფიურად მოაზროვნე პიროვნებასთან. მე მერაბ მამარდაშვილი ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ფილოსოფოსია. მე იქამდეც როცა ქუთაისში ვიყავი, მაშინ მისი წიგნიც კი გამოვეცი, ჩვენ დავაფინანსეთ და გამოვეცით, სადაც მისი ძირითადი გამონათქვამები ძალიან საინტერესო გაწიეს მეცნიერთა გარკვეულმა ჯგუფმა ეს წიგნი გამოვეცით და სამაგიდო იყო ეს ჩემთვის და ძალიან ბევრისთვის ხელისუფლებაში, მერიაში ვინც ვიყავით მაშინ. მას აქვს ერთი კარგი უნიკალური გამოთქმა, რომ მიტინგებით მართული ქვეყანა უკვე წაგებული არის. რომ მიტინგი არის ემოცია, მიტინგი არის აგრესია და არ შეიძლება რომ სახელმწიფო საკითხი წყდებოდეს ემოციურ გარემოში, აგრესიულ გარემოში, რომ ყველაზე სწორი მიტინგის წინააღმდეგი კი არ ვარო ის როგორც აკეთებდა მე პერეფრაზს ვაკეთებ მე ამ შემთხვევაში, მაგრამ როცა რაღაც შემუშავდება დოკუმენტი, ჩამოყალიბდება ვთქვათ მეცნიერულ წრეებში, აუდიტორიაში, გაიკვლევს გზას ნელ-ნელა და მე გადმოვა ხალხში, ეს არის სხვა რამეო, მაგრამ როდესაც თავიდანვე გაჟღერდება და მიტინგებით იწყება დიდი საქმე, ეს მას მიაჩნდა, რომ ეს იყო ქვეყნის ნგრევა. რა ვიცი, თქვენ როგორ უყურებთ, რომ დაადასტურვა, რომ ეს ასია, თუ თქვენ როგორი მოსაზრებები გაქვთ დღეს? რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სწორია. მით უმეტეს ჩვენ ძალიან რთული, ასე ვთქვათ, დახუნძული მითოლოგიის პატრონი გვაქვს ამირანი, ხო? რომელსაც ემოცია როცა ეწევა, ვეღარ უყურებს ღმერთს ჭიდავება, რა ხდება მის გარშემო, ხო? ყველა რაღაც აღმოაჩენს ჩვენ თავს, ეგეთი მომენტები ქონია, რაც შეგვიქმნია უცებ, შეიძლება ისე აუფეთქდეთ, რომ შეიძლება უცუდში გავანადგუროთ. აი ზუსტად ეგრეა ამირანი, როდესაც ის დააჯდება ბოლო კანკარა, ყოველ წელიწადში და ეს პალოზე რო არის დამული ჩიტმა რა უნდა უყოს, ხო? თუმცა ეს იმდენად აღიზიანებს, რომ რაციონალური გაზრდონება ეკარგება და აიღებს კვალტას ირტყავს და თავის თავს იჯაჭვს და ყოველწლიურად.
ყურეთ, აი რატო ჯობნიან ეს ევროპელები? რა კარგი მაგალითია. ევროპელები, რომელსაც რაციონალური აზროვნება აქვს, ხო, ჩვენ ემოციურად ამოვიღებთ ამ ენერგიას, გაუმარჯოს ადგილზე და დამთავრდა. აღარ არის ენერგია. ამას იძახი სხვადასხვა მამარდაშვილი და ჯავახიშვილი და უზნაძე რომ სისტემატიურობა არ გააჩნია ერთი ემოციაში всё. და უნდა მიყვე ემოციურად ეს ენერგია რაციონალურად უნდა ჩადო როგორც ევროპელები აკეთებენ დახატავენ გეგმას და მიყვებიან ხო აი რომ ასე რომ თქვა რაციონალური აზროვნება რომ კონდეს მქონიყო მოკლედ ამილას რას იცავდა ანგარის გააკეთებდა აი რატო არ დაბრუნული ხო ჩამოწერა რომ 2000 რაღაც წელს ჩავარჭე ჭევითავი დავაჯეჭო ხო კარგი 2003 წელს დავაჯეჭო 2004 კარგი რა დინამიკას ხო ხედავ რომ გაჭერდი რა დასკვნას გამოიტანა რომ უნდა გავჩერდე დაждდეს ეჩიტი რას ვიზავ დაწერდა და გეგმა ჩემ თავისუფალი იქნება ზუსტად ანალოგიურ მდგომარეობაში ვარ ჩვენ და მამარდაშვილი მაგას იძახის რომ ეს სისტემები არსებობს და ამ სისტემებში ადამიანს რო ჩასვა იტანჯებიან და მაგალითი მოყვანილიყოს ბერძნებს კონდათ საჯი ფიგურა ჩასვამდნენ ესე რა კაცს ჩასვავდნენ გაშლილი ხელები და წვავდნენ რომ ფორმაში წვავდნენ აი ეს ფორმა აქვს რომ შეიძლება სისტემა იყოს და ადამიანებს რო ჩასვავს იქ ინფორმაში დაიწუნენ სხვა პიროვნება იყოს მაგრამ იქ რო ჩასვა იქ უკვე სისტემის ნაწილი და ჩვენ რასაც ხედავ აი მამარდაშვილი მაგას იძახის რომ რას ხედავთ აქ სისტემებს კი არ ცვლიან სისტემების გადაბარგება ხდება ხო ძველი კომუნისტებიდან ჯერ უნდა განვაცხადოთ იმიტომ რომ ხრუშჩოვის კომუნისტები სხვა იყო და იქიც სხვა იყო პიროვნებები რომლებიც ფულის გამო შედიოდნენ პარტიაში საერთოდ პარტიული აზროვნება კი არ იყო მათთვის თავი იყო კომფორტი ხო ჩვენ ხო ეს სისტემები გადაიბარა შევარდნაძე ერთადერთი გამსახურდი ამ შეცვალა თუმცა მან კადრები ვერ დააკომპლექტა ეს მოდი ვთქვათ ესე ხო არ იყო მზად ამისთვის და ხელისუფლება სპეციალურად მისცეს 51% რომ იცოდა რომ ვერ გააკეთებდა და ესეც მოხდა მაგას ეუნებოდნენ ეროვნული ძალები რომ არა იყო ხელისუფლება მოემზადოთ და მე შევიდე ხო აქედან გამომდინარე სისტემებს ხედავ ჩვენ ხო რას აკეთებს ეს ხალხი ვინც იყო ის ასე ვთქვათ ჭყალებში კომუნისტები რომელსაც პარტია ჭირდებოდათ კეთილდღეობისთვის გადავიდნენ შევარდნაძეზე მოკალაქეთა კავშირი იქ იმათ შვილები მოდიან ადრე იყო საუბარი რომ 40 კაცი ნაციონალური მოძრაობიდან პარტიაში ხო აქ თუმცა ესენი კი არ ლაპარაკობენ რომ იქ ვიყავი პირიქით ამათ ებძვიან ხო გამიგეთ და აი ხალხთან პავლე და საულეზე როა საუბარი ხო პავლე როდესაც თქვა გარდაიქცა საულე ის პირდაპირ იძახის ის კი არა რომ ქრისტიანობა ჭკუას ასწავლის და ეს ცუდია პირდაპირ იძახის პირველი საუბარს იწყებს რომ მე ცუდი ვიყავი მე ვდევნიდი რომელმა თქვა რომ ნაციონალთან ვიყავი ხო და ერთად ვაკეთებდით ამ საქმეზე ვაკეთებდი ეს საქმე დავინახე ვინმე თქვა არაფერი არ დაუნახია ტურელო დროში აიღეს გადმოვიდნენ და ყველაზე საფრთხე ეს ხალხია რომელიც ისევ ესე როგორც კი დაინახე რომ მათ ქონებას რამე იქ შვილებს ევროპაში ვერ გავა პირველი ესენი შეცვლიან ამ სისტემას კობახისაც ჩამოაგდებენ ბატონ ბიზნესსაც უცებ შეუსრულებენ და ეს არის საფრთხე და ეს არის რომ სისტემა არ არის შეცვლილი ხო რა შეეხება მდგომარეობას ჩვენ არ ვართ ჯანმრთელ მდგომარეობაში არ ვაი რაღაც ემოციებში ვართ რა და რაციონალური აზროვნება საერთოდ დავკარგეთ წარმოიდგინეთ პაკისტანი ინდოეთის ატომური იარაღებია რა დონის კონფლიქტია აქეთ ირანი რომელსაც ასევე აქვს ატომური ხლა 25% ქობინებისა რო არის გამქრალი შემოწმებისას რუსეთის ბაზებიდან ხო 25% არ არსებობს ის რაკეტები და ის ქობინები საწავიდა ის ხო დაყიდულია აქვს ირანს რა თუნდა ლაპარაკი აბა თულად კი არ დაარწეს ირანს აქვს ატომური ბომბა რაკეტები რო აქვს ყველა მიცით და ცდილობს ისრაელი პირველი საფრთხე იყო სირია რომელსაც ქიმიური ერთ-ერთი დიდი ქარხანა ჰქონდა მესამე დონის ამას ვერანაირად ვერ მოუარა და თურქებით ქურთებით ავიცი ამერიკელებით ევროპელებით შეუსრულა და ირანელები გამოყარეს აქედან ხო ეხლა დაიწყო მეორე დიდი საფრთხე ატომური იარაღის თუმცა ეს ირანი არ თმობდა ამ იარაღს განვითარების საშუალება სხვა არ აქვს იცის რომ ამას რო დასთმობს ხვალ ჩაკეტავენ აი აფრიკულ ქვეყანა იქნება რა ირანი რომელიც ტრადიციულად ხო ხდები კულტურული ის აქვს პრეტენზია რა კულტურული პრეტენზია აქვს რომ
განაგებდა აქ რა ვიცი ხო ვიცით ახლა ირანის რადონის კულტურა და ის იმპერია იყო და უცებ ჩავსვეს კონსერვის ბანკაში და არ გაჩერდება ხო ეგ არის მთელი პოლიტიკა რომ იგივე რუსეთიც არ შეეგუა ხო არის ეს ფუკოიამა რასაც იძახდა რომ ნაციონალები უნდა მოისპოს ყველა ერები უნდა მოისპოს არ იმუშავებს ანტიქტონი რომელიც პირველ დემოკრატების იდეოლოგია წერს რომ ეს არ იმუშავებს არ იმუშავა არაბეთში არ იმუშავა არაბებმა ყველაფერი შეინარჩუნეს ხო იდენტიფიცირება მოახდინეს ამერიკულ კულტურას მოერგნენ ბიზნესი რაღაცა ყველაფერი შეინარჩუნეს სულ შეხედეთ როგორ დადიან კაი ბიჭი ხარ აბა თავის კულტურების წესები არ შეასრულა ჩინეთმა შეიდენტიფიცირება გააკეთა შეინარჩუნა თავის კულტურა ხო აგი ირანი ირანჩუნებს იქ ავღანეთმა კი ცუდად საბჭოური კავშირის ქვეყნებმა მეტნაკლებად რაღაცები შევინარჩუნეს ხო რუსეთი არ ჩაარჩა ამ თემაში ხა როიძახია რუსეთი დაიწყო რუსეთმა დაიწყო იჯდა იქ პუტინი 2 მილიონი გემი და კატაობდა თევზებს იჭერდა ხო ეს გენერლები ჭამდნენ ამას ხო ომით უნდოდა თავიდანვე მოემზადებოდნენ არც ერთი საწყობის სავსე არ ქონდათ არაფერი სტრატეგიული იარაღი არ ქონდათ იმდენი ქნეს მშპ აი რას მთავარია მო მშპ დღეს რუსეთის 3.2%-ით იზრდება და გერმანიის მცირდება და პირდაპირ ეუბნება ნატო და ამერიკა რომ მშპ გაზარდე 3% და ნატო 2.5% შემოსავალი. ანუ რას ნიშნავს რომ მშპ რო არის ის მინუსებში გადავა. მინუსებში რას ნიშნავს ბიზნესი წავა ევროპა ჩაიძირება 2-3 წელიწადში გაისრუტება რა. აგერთი რაღაც ჩანართის სახით იმაზე რომ მე გეთახმებით ამ რუსეთთან დაკავშირებით, უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ჩემი პოზიცია და ანალიზით მე ვწმუნდები იმაში და მეცნიერთა კონგრესში ეს აზრი ძალიან ფესვგადგმულია რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა ძალიან დიდი ზიანი მოუტანა თემ მსოფლიოს. იმით რომ რუსეთი მიხვდა რომ მას ჯარი არ ყავდა. და უბრალოდ მაშინ დარწმუნდა 2008 წელს მიხვდა რომ მისი ჯარი პრაქტიკულად მკვდარი ჯარი იყო და 2008 წელს რომ მოკიდა ხელი ჯარს და დაიწყო იმ სკეთება მივიდა იქამდე რომ ამის თელი მსოფლიო ებრძვის ეხლა და ამიტომ ყოველთვის აი ჩვენ პატარა აი როგორც იცვიან აი წყლის ერთ წვეთში შეიძლება თელი ცხოვრების ანარეკლე მოთავსდესო მე 2008 წლის ომის ყველაზე დიდ უბედურებად ვთვლი იმას რომ მსოფლიოს შეუქმნა უდიდესი საფრთხე რუსეთის ჯარის სახით და რუსეთმა სწორედ 2008 წელს დაინახა რომ ალავე ცხინვალი იყო უაზრო თვითმფრინავი ვერტალიოტი დასვეს გამოიწვიეს ხო ცხინვალი ხო ნუ ამას ვამბობ ხო იმ თემა იყო მე მოყვა კიდე ეს თემა იმაზე ვლაპარაკობ აი სწორედ ამ ომზე ცხინვალის იმას ვეხები რომ აი მაშინ ხუთღიანმა ომმა რუსეთი დაარწმუნა რომ ჯარი არ ყავდა რუსეთს არ უნდა შეეხო თუ ეხები უნდა მასიურად დაარტყო რაც არ გააკეთეს ნენელა ეთამაშე და გაიღვიძა და ნატო პირდაპირ იზახი მე ძალიან მინდა გამოვიყენო ეხლა თქვენი როგორც ფსიქოლოგის აი ამით იმიტომ რომ პირველი ნაწილი რაც დაიწყეთ და რასაც საუბრობთ ძალიან კარგია იმიტომ რომ აი ეხლა ჩვენ როდესაც საუბრობთ იმაზე ეხლა ერთად ვართ მეცნიერთა კონგრესში მაგრამ ხალხსაც უნდა უთხრათ რომ ჩვენ ამბობთ რომ არის სამი დიდი წიგნი ეს არის ბიბლია ქართლის ცხოვრება შოთა რუსთავის დღეოსანი არის ჩვენი გამოცდილება ფილოსოფიური, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, რომ იოანე პეტრეცის მაინც დიდი ფილოსოფოსი და ეს დავით აღმაშენებელმა რაღაცა საოცარი რამ შექმნა ამ გელაც აკადემიის სახით. ესე იგი იოანე პეტრეცის ფილოსოფიური მემკვიდრეობა, ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური მემკვიდრეობა, დიმიტრი უზნაძის ეს განწყობის თეორია და ეს დიდი მემკვიდრეობა და ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეოლოგია. ეს 7 რამ ხო კრავს ჩვენს იმას თუ კიდე რამეს დაამატებდით თუ რა თქმა უნდა ახლა დიმიტრი უზნაძე მარტო არ არის ეს ქართული ფსიქოლოგიის გაბრიელ ქიქოძის სკოლა უნავარს იმიტომ რომ ფსიქოლოგიური აზროვნება და ესეთ თემებზე საუბარი ყოველთვის იყო ხო და მნიშვნელოვანი ეს არის რომ ჩვენ ეს წინ უნდა წამოვწიოთ ეს უნდა გამოვიყენოთ პრაქტიკაში იგივე განწყობის ფსიქოლოგია კოინციდენციის თეორია პედაგოგიკაში დღეს არის ბიჰევიორიზმი და მექანიკური თეორია რომ დაჟდა წაქეზები შეგვიძლია ადამიანი მართო და შექმნა რაღაცა ხო ამის პირდაპირ ცხოვრულ ფსიქოლოგიას თვითონ დასცინოთ ხო შემოსული 1000 ფსიქოანალიტიკური სკოლები აი არაცნობიერი დღეს ქალი კაცი შიგნით თუმე მეა ეს გაორებული მდგომარეობები ეს იმ სკოლების ის არის ამას უზნაძე პირდაპირ ებრძოდა და როდესაც საუბარია რომ რატო არ არის დღეს ეროვნულმა ხელისუფლებამ მოვიდა და ეროვნული გაქრა
ხო რეალურად გაქვს რა რატო იმიტომ რომ ეს სკოლები იცავდნენ მენტალობას იცავდნენ თავარი ის კი არ არის ჯარი და ფული იშო თავარი მენტალობა შეინარჩუნო ხო ჩვენ პირიქით მენტალობა დავანგრიეთ მენტალობიდან უნდა დაგვეწყო სამეცნიერო ინსტიტუტები უნდა გაგვეძლიერებინა ეს სკოლები გაგვეძლიერებინა განათლების სისტემა ესენი და ვიღებდით კარგ შედეგს და პირიქით გავიქეცეთ ფსიქოანალიზი შემოიტანეს იქ გეშტალტი შემოიტანეს იქ რაღაცები და რა არის ეს არ არის ის სკოლები მეცნიერული სკოლები ეს არ არის სამეცნიერო სკოლები ეს არის უზნაძე იყო სამეცნიერო ფსიქოლოგის ექსპერიმენტალური ფსიქოლოგის და ამ ყველა წერტილი ყველაფერი არის გათვლაზე ხო ამდენად ეს განწყობი ფსიქოლოგია შეგვიძლია შემოგვეტანა ამის ვიძახდა პატრიარქი რომ 2019 წელს რომ ძეგლი დადგინო რომ შუქურვარ რომ ეს ნიშნავს მის ნიშნება იყო რომ არ დაგავიწყდეთ ეს არის ხო ხო არ გეტყოდათ რომ სხვებს დაუწყეთო ხო აქ იმაზე კი არა რომ ებრძოლონ აქ არის რომ დაუშვან და შემოვიდეს თამაში ხო ქართული სამეცნიერო სკოლები როცა ჩვენ ვლაპარაკობთ აქ ტრანსნაციონალურ დიდ გზებზეა ლაპარაკი ხო აგე ინდოეთი შემოდის ახლა იაპონიამ გამოატარა საქონელი და ამ გზას არავინ დაკეტავს აქ ჩვენ ვერ გავქაჩავთ აქ ამოყრია უკვე შემოდის აგე ყაზახეთის ჯგუფება მანქანების ბიზნესში ჩაიგდეს იქ ტურისტულ ბიზნესებში აქ ქართული არ არის მზად ესეთი უნდა შემზადებულიყავით განათლების სისტემა გადაგვეყვანა რომ დისციპლინა სოციალური უნარები აღზრდითი სისტემები ტექნიკური ინტელექტი აგვეწია როგორც სინგაპურმა აწერა მათემატიკა სამჯერ აწია ამათ კიდე უნარები მოხსნეს როგორ შეიძლება უნარების მოხსნა ხო ყველაფერი არ შეიძლება რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა გაანადგო როგორც რაც კომუნისტებმა გააკეთეს ყველაფერი უნდა დავანგრიოს რა უნდა დაანგრიოს სახელმწიფო ეგრე არ შენდება კაცო უნდა მიყვედა უნდა აღიარო რა გააკეთა ნაციონალური მოძრაობა კარგი რა გააკეთა ცუდი ხო ცუდი შეცვალა დღეს რაც ეს არის მსჯელობა და არ უნდა დააპირისპირო ხალხი და შიზოფრენიამდე რომ ეს შიზოფრენია ეს არ არის ჩვენი ხალხის მდგომარეობა სწორი როდესაც ერთი ჯგუფი იძახის რომ მეორე ნაწილი უნდა მოსპო და მე ბედნიერი ვიქნები და ევროპაში შევა და ამ რუსეთთან უნდა ომი და მეორეს იგივეს იძახის წარმოგიდგენიათ ეს რა არის თუ თურმე ადამიანების განვითარება და ჯერავთ რომ იმათ რომ მოსპონ ესენი ბედნიერები იქნება ხო ამიტომ ეს არის სრული ილუზია და დამნაშავეები არიან ის პოლიტიკური ლიდერები ეხლაც აი ეს ახალგაზრდებს რო იჭერენ და უყურებენ და ხან კოქტეილებს ისურიან ხო რო გითხარით ეს ემოციური ფონზე და ისინი ფიქრობენ რომ იბძვიან მართლა იბძვიან მისი წარმოსახვაში ის ებძვის რუსეთს ის გმირია თავის ცნებაში უზნაძე ამას იძახის რომ მატერიალიზმი კი წესები ეს მატერიალურია მაგრამ ფსიქიკაც ადამიანი რომელსაც ხინკალი მოწოს ნამდვილად მოწოს და ზოგს რომელსაც არ მოწოს ნამდვილად არ მოწოს ის რასაც აკეთებს რომ ის გმირია ის ნამდვილად გმირია მის ცნობიერებაში ხო აი ეს არის თავარი თემა რომ ამ ადამიანებს უნდა აუხსნა რომ ხულიგნობა არ არის კარგი და უნდა შეთანხმდნენ ეს პოლიტიკური პარტიები რომ ხულიგნობა არ არის კარგი ხო თუმცა მართლმა პარტიამ უნდა დაждდეს და დაელაპარაკოს მაკრონი და გერმანელები რომ შეიკრიბნენ ახლა ეს ეთქვეს საქართველოს რომ ინკლუზიური განათლება რას ნიშნავს რომ ერთად მართეთ ქვეყანა ესენი ესე მართავენ გამიგეთ ის კი არა რომ რაღაც ამბიცია აქვს მაკრონს უბრალოდ გეუბნება რომ ჩვენ რო კარგად ცხოვრობთ ყველა ვიკრიბებით აი როგორც სუფრაზე ხო გვაქვს სუფრაზე ტრადიცია სუფრაზე ხო ყველას ვათქმევინებთ სიტყვას ხო ვალდებულია თავად მართველი პარტია ვალდებულია მოусმინოს სხვას და რატო არ ათქმევინებ ესე იგი რა არც იმ ტრადიციულ იმას მიყვებით ხო ეს არის რაღაცა რა ვიცი რაღაცა კარგი წიაღსვლა ადამიანი ძალიან აქედან გამომდინარე რა თქვა მაკრონმა ეს უნდა შესრულდეს ეს არავის ამბიციები არ არის და აქ ლაპარაკი დისტრიფციო და რა დისტრიფცია ლაპარაკი ელემენტარულ რაღაცას გეუნებიან გიორგი მთაწმინდელი რომ ჩამოვიდა და დავით აღმაშენებელმა რომ სასამართლო რეფორმები გააკეთა რა დისტრიფციის ისინი იყვნენ უნდა დანიშნონ ნიჭიერი ადამიანი არაპარტიული აი ბოლო დროს როდესაც ეს მოხდა ძალიან საინტერესო შემთხვევა რომ სტალინა 37 წელს ყველა ეს პარტიული ლიდერები ვინც იყო კომუნისტურ დამთავრებული აკადემია ყველა დახვრიტა თესეუს რექტორი ყველა და განათლების სუ გამიკვირდა რატო ვინ მოხავს ვეკუა ნიკოლაძე ის ნიკოლაძე რა ქვია ისეთი ადამიანები მოყავთ ხო რომელიც საერთოდ პარტიაში არ აქვს გაგება მოყავთ
ნაციონალური მუხტი და სამეცნიერო მიმართულებით. ჩვენ რა ხდება? კორუფციით, ლეპოტიზმით, ხო, ყველა ვიცით რომ ეს არის, ხო? ამას გეუბნებიან რომ კი იქაც არის კორუფცია, მაგრამ რაღაცა დაუთმება ახალგაზრდობას მუხტი, ხო? დაუთმება ადამიანებს, ხო? სხვათა შორის სააკაშვილოც არ გააკეთა. თავიდან დაიწყო ეს, აი მაგრამ მე ისევ ის კომუნისტური ძველის პარტიული და ისინი ნომენკლატურული ხალხი დააბრულა და იგი იყო მაგის დიდი შეცდომა, ხო? მომხრეები ვერ გაიჩინა, ხო? აი წეგანო ახსენებდი, კეცხოველი საერთოდ იყო იუკერებთან ერთად იბრძოდა. წარმოიდგინე რუსებს ებრძოდა აჯანყებაში მონაწილეობდა, ეს ადამიანი წაახალისა რა. ამიტომ უნდა დაждდეს ხელისუფლება, ხო ხედავს რომ ამას მოყვება ეს რეაქცია, ხო? აი მაგალითად ნებისმიერი მოქმედებას თუ ადამიანი მე რაღაცამდე მიიყვანე გამოდის, თუმცა ხულიგნობა არ არის გასამართლებელი, მაგრამ რაღაც დონეზე მე ხდება რა ესეთი მოქმედებები, ხო? და როცა ეს ხდება, ეთიშება ამ ახალგაზრდებს ტვინი რაღაცებს ახდენენ, უნდა დაждდნენ და დაელაპარაკონ, ხო, პარტიებმა გამოსავალი. ის კი არ არის ის მოგზაურული ხარ და ამის მოგზაურული ხარ. პარტიის ფუნქცია ეგ არის, აბორისთვის არის. რისთვის უხდით ფულს, ალნეს და არც მეურს. ხო, ამათ უნდა მოაგვარონ, დაждდნენ, ილაპარაკონ, როგორც ევროპაში არის, ხო? იქ ვერ წარმოუდგენიათ ეგ რომ რატო არ ჯდებით და რატო არ ლაპარაკობთ. და ხო, აი ეს არის ელემენტარული რა deep state-ები და რაღაც ეს პარანოიდული ეს ბოდოებია. ერთსა და მეორე იმებს რაღაც და მეორე საერთოდ ეს ოპოზიციური ძალა გარბის რო ევროპიდან ცდილობს იქიდან მოაგვაროს ბიჭო შენი ქვეყანა შენ არ უნდა მოაგვარო კაცო სახში რო გავს პრობლემა მეზობელთან გარბი ხარ დაჯექი რა მოილაპარაკეთ ხო დაჯექით კი ბატონო გინდათ ხელისუფლება გაიყავით ხო არავინ არცეთი პარტია სულ მაგათი არ არის ისედაც ფოკუსებს გვიკეთებენ ხო იქ ვითომ რაღაცა ისევ თვითონ ინაწილებენ ფულებს იღებენ ინაწილებ გადაინაწილეთ და დაამთავრეთ ეს ბავშვების ის ხო საგანგაშო მდგომარეობა ერთი დაიჭირეს ორი დაიჭირეს და თუ მაინდამაინც მიუთითებ კოქტეილს და ასრულებ პირველი შენესროლე ჯერ შენესროლი კოქტეილი თუ ხელისუფლების ისახა ხო აი რითი განსხვავდება მეფეების ძალიან საინტერესო საკითხია მეფეს პრივილეგია იყო ომში პირველი შესულიყო პირველი უნდა შესულიყო მეფე და ეს იყო მეფეების ის დავით აღმაშენებელი უკან კი არ იდგნენ პირველები შედიოდნენ და ლაშა გიორგის ეს წესი რომ დაარღვია არ მიუშვეს გაადგა და გაიქცა და მე რაღაც ის მისცეს ხო ამიტომ თუ გძნობ რომ ლიდერი ხარ პირველი შედი და შენესროლე კოქტეილი და შენ გაარდგენ პოლიციელს და ამას კი ნუ იმაშვები რომ ვიდი და ეჭხუბეთ და მიაწექით და იმას ქენით ხო ეს არის და ეს ახალგაზრდობა დაიღალა ხო უნდა ქვეყანა რაღაც პერსპექტივები უნდა მოდი რეალურად თქვა ვერ ქმნიან პარტიას პარტიის შექმნა ესე არ არის მარტივი თქვენც ხო იცით ხო ამას უნდა საფუძვლები მით ისეთი დოქტრინა უნდა კონდეს აი ეს როკონ ქმნიდან ეს პარტიებს ედპს-ი ილია ჭავჭავაძის შექმნილია და სოციალ-დემოკრატები უზნაძე მონაწილეობდა და რა ვიცი მთელი ესენი პლიადები და ამათ შექმნეს ეს გინდა სოციალ-დემოკრატები სერიოზული ისინი იყვნენ ჩხეიძები და ეს პოლიტიკოსები იყვნენ და ეს ბავშვებს უნდა ჩამოაყალიბო და ქუჩუ კი არ უნდა ვასწავლოთ ქუჩურის და ესეთი დაპირისპირება და ეს პოლიტიკაში არ უნდა გავიყვანოთ ეს არ არის პოლიტიკა პოლიგნობა არ არის პოლიტიკა აი როგორ არის აი თქვა აი მე მაინც ისეთ შტაბეჭდილება მჩება რომ როცა დაჭერის საფუძველი არის პოლიტიკური ნიშანი იქ უკვე ირღვევა ყველაფერი დაჭერის საფუძველი უნდა იყოს სამართლიანობა აი მე წერან საუბრობდი ჩვენ გადაცემაში და აი საინტერესო ფსიქოლოგიის აზრი როგორი იქნება. ნუ ვთქვათ აი კი ბატონო ჯოხი რო დაარტყა, ახლა ხალხში ეს აზრია და ამას სახელმწიფო ტელევიზიები აჩვენებენ რომ ჯოხი დაარტყა და ყველა ამბობს იმას რომ აბა ჯოხი დაარტყა პოლიციას უნდა დაეჭირათ. მეც ვამბობ რომ დაეჭირო. მაგრამ აი პარლამენტის ტრიბუნასთან რომ მივარდა და რომ დაარტყა დინარაძეს ელისაშვილი ეგ არ უნდა დაიჭირო აი თქვა იმას ატო არ იჭერა სწორად გასაკითხი და ეგ არის რომ აჩვენებ რა არის ეს პაგონები რომ აქვს მე შენზე მეტი პრივი ყველაფრის უფლება მაქვს რა უარეს გეტყვის ირაკლი კობახიძე გამოვიდა და გახარიაზე თქვა რომ მაგანო გეროინი გამოიყენაო ვიციო ვინც მიუტან გეროინზე იჭერენ ხო რატო არ დაიჭირა და თუ იცი რატო არ თანამშრომლობ ხო ამაზე დასაჭერია შეხედე ორივე მუხლი ანეს უნდა დაეჭირათ ანეს უნდა დაეჭირათ არავინ არ დაიჭირეს ხო და აი ესე რომ მიდის საუბარი და მე რა არიცი
იმას უჩდება ხო? იმ რაღაცა ბავშვია რაღაც ტვინი გადაეკეტა, თუმცა ხულიგნობა არ არის გასამართი. ჩვენ ხულიგნობა არ უნდა დაუშვათ. თუ ის ხულიგნობა არ უნდა დაუშვით, სისტემებში გადაგვივა, სკოლებში წავა, სახლებში წავა, მაგრამ იცი რა, პრობლემა რო არის და თვალ ხუჭავ რო ყველაფერი დისტემპტია და შენ იქიდან იმართები და შენი პროტესტი გულწრფელი არ არის, იმართები, აი ეს არა არასწორი. ასე ვქო, გულწრფელია. ეხლა იმდენი ხალხი რო გამოვიდა, გულწრფელი არ არის? გულწრფელია. უნდა დაუმტკიცო. თუ დაღუპული ხარ თუ შენს ქვეყანაში ამდენი ხალხი არა გულწრფელად გამოდის, შენ მთავრობა აღარ ახარ უკვე. ხო და მით უმეტეს უნდა დაუმტკიცო, რომ შენ ხარ გულწრფელი და უნდა აუხსნა, რომ რა არის და როგორ არის და რო ჩამოაწერე ხა deep state-ი ხარ და იმაში მონაწილეობ და აგენტი ხარ და ეს პრიმიტიული ისინი ეგრე არ არის, ეს უფრო აღიზიანებს, ხო? აი ხა ფსიქოლოგის თვალით მაგალითად აი ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ამას მეცნიერთა კონგრესში და ნუ თქვენ ხართ ამის მონაწილე და ნუ ერთი მაგრამ საჯაროდ მაინც რო ვთქვათ ახლა ჩვენი მიწა-წყალი ხაერი სითბო გამორჩეულია, ხო? საქართველოს. უიშვიათესია ყველაფერი ესენი. ამას ემატება ჩვენი ბუნებრივი რესურსები, ამას ემატება ჩვენი ადამიანური რესურსები, ამას ემატება ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალი და ამას ემატება ჩვენი გეოგრაფიული პოტენციალი, რომ ჩვენ უფალმა ისეთი ადგილი მოგცა, რომელიც არის განსაკუთრებული ფუნქციის. აი ჩვენ ამ 8 რამით ვართ სოფლიოში გამორჩეული. შეიძლება ვთქვათ, აი საქართველოს შეიძლება ვინმე ვთქვას, რომ ღარიბი ქვეყანაა. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო არის მდიდარი ქვეყანა და ვცხოვრობთ ღარიბად. რატო ვცხოვრობთ ღარიბად? როგორც დიმიტრი უზნაძემ გითხრა, გლახები და მონები, იმიტომ კი არ ვართ, რომ ცუდად ცხოვრობთო, ცუდად ცხოვრობთ, იმიტომ რომ გლახები და მონები ვართო, ხო, ასეა ხო? სორია, ჯელობა როგორც მე. რა იცი თქვენ ყველაფერი ახსენებთ, თქვენ კიდე დაგავიწყდათ წეღავთრულ თქვი რა. გეგმა და ფურცელი, რაციონალური აზროვნება. რიცხვებში უნდა გამოისახოს. მე რომ მაქვს ეს ყველაფერი, მე რამდენს ვიღებ და რა ხარის ბედნიერება მაქვს. ეს რიცხვებში იზომება. ევროპელები იმიტომ ჯობიან რომ ყველაფერს რიცხვებში, ციფრებში უნდა გადაიტანო ყველაფერი რა. ჩვენ ციფრებში არ გადაგვყოთ და ციფრების გადატანის განაშე მარტივ მოქმედება, ოპერირება ენერგიებით იზომება. გაზომვადი თუ არ არის ეს ყველაფერი, ჩვენი არ იზომება არაფერი. აი, არც პოლიტიკოსების ხელფასებს რითი იღებენ, არაფრით, просто უბრალოდ უმატებენ. და არა ის რომ რაღაცა პარამეტრი აიღოთ, მაგალითად მოშეპო გაზარდე და ამიტომ მიიღე, ხო? სკოლაში მასწავლებლებს ხელფას რატო აძლევენ? იმიტომ რომ ტრენინგი გაიარა და არა ის რომ ვთქვათ რაღაცა 10-მდე აიყვანა 10. ხო, გასაგებია მე ხა მაგ პრინციპი მეტონ ეს ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს. ჩვენ უნდა აი ამ საკითხზე როგორ ვაქციოთ ეს ემოცია რიცხვებში და მომგებიანში. თუ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, ეს ემოციებში ერთმანეთს, აი რაც ახლა ერთმანეთს დავერიეთ, ხო? მაშინ როდესაც იმდენად დიდი საქმე გვაქვს ახლა გასაკეთებელი, წარმოიდგინეთ, ამ ხელა ეს ტრანსნაციონალური გზა, იაპონია, კორეა, ინდოეთი, ჩინეთი, მთელი ბიზნესების მოძრაობა, ყაზახეთი, ცენტრალური აზია, ეს მეორე გზაც ჩაიშალა, ხო, ირანი და უნდა გაეტარებინა ზანგეზურით, თურქეთს რაც უნდა და ჩაიშალა. დარჩა ახლა ეგ გზა, წარმოიდგინეთ, ჩვენ არა ვართ მზად, ვერ გაუძლებენ. ვერც მძღოლები გაუძლებენ ესეთ დატვირთვას, ვერც პერსონალი გაუძლებენ, სუცხოები შემოვლენ. გამგეთ, ამიტომ ჩვენ განათლების სისტემა და უნდა გადავეწყოთ მუშაობაზე და არა ეს მიტინგები და სისულელების დრო დამთავრდა და უნდა დაასრულონ, ხო? უნდა დაასრულონ, ხო? მე გეთახმებით თქვენ ამ ციფრებთან დაკავშირებით, ნუ ჯერ ერთი პლატონი ამბობდა, რომ თუ მათემატიკა არ იცი, ლექს ვერ დაწერო და ნუ თავისთავად ცხადია, რომ ეს ყველაფერი ციფრთან ანალიზთანაა დაკავშირებული, იმიტომ რომ მათემატიკური აზროვნება და ფიზიკა გამორჩეულია ყოველთვის, მაგრამ მე იგივე მეცნიერებთან რომ თანამშრომლობდი, ქუთაისში რომ ვიყავი, აი მაშინ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თქვა, თუ ჩვენი ბიუჯეტი იქნებოდა რაღაც ციფრი ვთქვით, დავუშვათ 10 მილიონი, ხო? მაშინ ჩემი ხელფასი იქნებოდა $100 შესაბამისი კუპონი. მაგრამ მასალურის ხელფასი უნდა ყოფილიყო 1 ლარით მეტი. ამიტომ ყველა იყო დაინტერესებული იმაში, რომ თქვა ბიუჯეტი ყოფილიყო დიდი, იმიტომ რომ რაც 100 ჩვენ რა ვთქვით, რომ თუ 10 მილიონზე ეს არის 12 მილიონზე უკვე 20% იზრდებოდა, ისკეთ იზრდებოდა და ჩვენ შევძელით სწორედ ეს და მე ამის მომხრე ვარ, რომ ასე უნდა იყოს. აი სხვადასხვაობს ახლა ეგ არაფერი გამოგონილი ველოსიპედი არის სტალინს ქონდა, ხო? სტახანოვის რა არის ხარისხი მეტი გექნებოდა, მაგრამ იმუშავედი ბევრ ფულს მიიღებდი. გეთახმები გამოიგონებდი და ეს ეკონომიურ მოგებას იძლეოდა, იმ ფულს აძლევდნენ წარმოებაში, მაგრამ ეს მოვიდა მე ეს ხრუშოვი დურაკ თავის მამამისი ეძახდა, ხო? და საერთოდ განადგურა სისტემა. მოტივაცია ახალი
იგივე სტალინის შეცდომა იყო, როცა ასე დურაკი ყავდა იქ და გიხაროდა, დურაკი მოვიდა მე ამ ხელისუფლების იმაში, მაგრამ სტალინს ერთი უნიკალური გამონათქვამი აქვს, სტალინისტები არიან და რო ველაპარაკები არც იციან. აი ნახეთ როგორი გამოთქმა აქვს. ესე იგი სოციალიზმი ეს არის რუსულ რევოლუციურ გაქანებას პლუს ამერიკული საქმიანობა. უნიკალური გამონათქვამია. უნიკალური. ასეთი ფორმულა აი დღესაც კი ძალიან ისანი არ ისინი ამბობენ რუსები რევა დაიწყებენ სწრაფად მე ჩერდებიან მაგრამ ამერიკელებს დაიწყებენ და ბოლომდე მიყავთ ეს ორი რამე უნდა შევაერთოთ და შეერთებული ქონა არტერების სისტემა გამოგონებული და სხვადასხვა ეს არტერების სიტყვა ვნახე აი ხლა სოციალ-ფედერალისტების გაზეთში და არტერები იყო ჯგუფი რომელიც პროფესიონალური სისტემით პროფესიული ჯგუფით ერთიანდებოდნენ, აი მეცნიერები რაღაცები და ზუსტად არ ვიცი, შეიძლება იქიდან აიღოს სტალინა და ეს არტერ ჯერანაც. ხო, ნუ ეხლა მე ვთქვა, მე გილდიებში ნუ ბევრი რამეა, რომელიც ვთქვა ერთი პროფესიის ადამიანებს აერთიანებდა და რაღაც. აი თავარი რაც არის ეხლა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? პირველ რიგში ერთმანეთის განწყობას უნდა შევეშვოთ. იმიტომ თუ ერთი გაბრაზებული ვარ, რომ ეს მე მიშლის, სულ დავინახავ იმის ცუდს. და მეორე კიდე პირიქით უნდა დავინახოთ რომ ეს არავინ არ გვიშლის ჩვენ კარგად ვიყოთ რომ მითოლოგია რას გვეუბნებოდა ქართველები იჯდებოდნენ და ქეიფობდნენ და ღმერთმა დაუტოვა აი ეხლა რომ დავჯდეთ ვიქეიფოთ ვისე ვიძახი პრობლემა მოვაგორდა და დავიწყოთ ჩნომა ეს მიწა ჩვენ დაგვჩება იმიტომ რომ არ დავხარჯავთ ენერგიას ფსიქოლოგიურად თუ გაბრაზება აგრესია ფიტავს ადამიანებს მერეს აგრესია მიაქვს სახლებში, სახლიდან კიდე აგრესია. ეგ არის რომელსაც აი ვებძვით. ვერ მისწავლით. ჩვენი გონება, მეხსიერება გაითიშება. ინსტიტუტები ჩათიშული აქვთ გონება. შეხედეთ ამ აგრესიის და იმის გამო, ხო? ხო, ამიტომ პერსპექტივას და ეს უნდა მოხსნა. ეს არის ეროვნული ამოცანა და დაждდნენ და მოუგვარდნენ, ხო? აი, ჩვენ დავიწყეთ ეს საწყისებში რომ ყველა პარტია დაждდა და შეთანხმდა რომ აი რომ მოვაწეროთ ყველაფერი და თანახმა ვიყოთ. და დავნიშნოთ დარჩენები ევროკავშირი რომ მიგვიღებთ ხო დაწერონ დოკუმენტი გააკეთონ ეს ხო პოლიტიკური თამაშია ხო და როგორც კი ისინი იტყვიან კი და ხელშეკრულებაზე მოკლე რაღაც დოკუმენტი ხელშეკრულებაზე ეს თავრობა ვერ გააფორმეს ამიტომ ამას ჭირდება 2/3 ვერ შეკრიბა და ავტომატურად დაშლის პარლამენტს გამიგეთ ამას უნდა ფორმატი რომ და არ უნდა ამას ყვირილი და ისინი ხო ყოველთვის არსებობს გამოსავალი ეს გამოსავალი მხოლოდ ფიქრში და როცა არ ბრაზდები მაშინ მოდის თუ brăzdები და იძახი შენ ხარ პრობლემა მე პრობლემას ვერ ვიგანი მაგრამ ხო არის ეს ახლა ჩვენ სოციალური პასუხისმგებლობა გიწერია ეგრეთე ხო ნახეთ ახლა თქვენს არაერთხელ გქონია მას საუბარი რომ ადამიანს შია არაფერი არ აქვს მაცივარში და საღამოს ტელევიზიით მოისმინა რომ ვიღაცა დაიჭირეს ვიღაცა მოხსნეს და უხარია და ბედნიერი იძინებს ვიღაცა ეს ხო საშინელება მოხდა უკვე არა ეგ უკვე არის იმ პარტიების იმ რითაც გადაამისამართებენ ადამიანებს და თავიანთ პრიმიტიულად აი როგორ აიცი რომ იმას დაიჭერ იმას ცემენ და შენ გიხარია შენი პრობლემებს გადააყოლებ თუ შენ ბედნიერი ხარ რო არა ხარ ბედნიერი იმიტომ გიხარია შენ არაცნობერი განწყობები სადღაც ეხარჯებ თუ არა გაქვს აგრესია ადამიანს ვერ დაარტყავს ვიღაცაზე გაბრაზებული თუ არა ხარ ეს ჩვენი განწყობები არის დაგროვილი და სადღაც მიდის ამის გამოშვება რა უშიშროება მეტი გარაფერიც რუსემ ეს გამოაშვებინებდა აი დააკვირდეთ ისტორიას ქართველებს რაც მოხდა 99 და გამოაშვებინებდნენ ბოლს всё მორჩა დავარდა ეხლა რუსეთს მეტნაკლებად არ მოწონს ეს რომ ვითარდება ვითარდება მოდი თქვათ ხო ვითარდება ის ტურისტული სექტორი კი რაღაცები არის შემოდის მაგრამ რაღაცი ბიჭები ვითარდებიან იქ რაღაც მიდის საქმე წინ არ მოწონს ეს რუსეთს რა თქმა უნდა და აუცილებლად დაიწყეთ არ მოწონს ლუკელის ლაბორატორია იმიტომ რომ ჩვენ ძლიერი ლაბორატორია გვაქვს არ უნდათ მცხეთის რეაქტორი რომელიც გააჩერეს ძალიან ცუდი საქმე გააკეთეს ხო ძალიან ცუდი საქმე გააკეთეს არ შეიძლება იმ სამეცნიერო რეაქტორის გაჩერება ის იყო ისეთი კაპიტალი უარესი ელიავას უნიკალური მიკროფლორა ჰქონდა ჩვენ რომელიც ყველაზე უნიკალური რუსეთსაც არ ჰქონდათ ეგეთი ბაზა და ის მიკროფლორა და მილიარდები ყიდა 300 მილიონად გაყიდეს 300 მილიონად ვითომ რეფორმაში და კონტროლი იყო იმიდან ამერიკამ ხო გააკეთებინე მიეცემარა შენსაც დაიტოვა შენ აიღო კონტროლი ხო ამიტომ ეს მიკროფლორის ლაბორატორიას გვჭირდება ჩვენ გვჭირდება ასევე ძლიერი ქიმიის ინსტიტუტი ძლიერი სამეცნიერო ინსტიტუტები გვჭირდება რომ ჩვენ ეს სახელმწიფო შევინარჩუნოთ შეხედეთ როგორი და კიდე წავა ეს არეულობები
და აქ სახელმწიფოს იჭერს სამეცნიერო აზროვნები და არა ის ოპოზიციური და პოლიტიკური პარტიები რომ გამოდიან რომ გონიათ მაგათ დაიჭერე რა პოლიტიკური ამით როგორ გააკონტროლებ ამ ხელა გზას შენ თუ სამეცნიერო ინსტიტუტები არ აქვს და მენტალური თანამშრომლები არ ყავს მეცნიერები თუ არ ყავს და შენი ამ პოლიტიკური დირექტივებით ამას გააკეთე სისულელე კატასტროფაა მაგი ჯერავთ ეგ არის რომ კობახიძეს ეგ არის რომ თვითონ გააკონტროლებს ამ ხელა გზას აუ რა საერთოდ გაკონტროლება არის სისტემა და არა პიროვნების რაღაცინი მაგრამ ნუ ეხლა ეს იქეთ რომ გადავდოთ ნუ ეხლა ჩვენ რეალურად ჩვენში გამეფდა ესეთი გამოთქვა მეცნიერთა კონგრესში რომ დაპირისპირება სუსტების მოგონილია ძლიერები თანამშრომლებენ სწორია ხო თანამშრომლობაა მთავარი ხო რა თქმა უნდა თანამშრომლობა თუმცა არ უნდა მიიყვანო ადამიანი იქამდე რომ მე სასოწარკვეთილი გადაიკეთოს და რაღაც მოქმედება მოქმედება გააკეთოს საერთოდ როგორ აი თქვა ფსიქოლოგია ხა თქვენ გამსწავლობდა ნუ ამიტომ არის ხო ნუ ფსიქოლოგებისგან მაქვს ხელობაში რომ არის ძალიან კარგი გამონათქვამი რომ როცა ადამიანი შეცვლას იწყებს მაშინ მარცხდება ადამიანი უნდა მიიღო ისეთი როგორიც არის და როდესაც შენ გინდა რომ შენი მოწინააღმდეგე შეცვალო ისეთი როგორიც შენ გინდა ეს უკვე ხო დამთავრებულია მე ის იწყებს შენ შეცვალა და ამიტომ ცვლიან ეხლა აქ როგორ არის იცი რომ იმდენად აი ერთმა ფსიქოლოგმა ძალიან კარგად მითხრა რომ ასე იგი პრაქტიკულად ვისიც გეშინია იგი გმართავს ნუ რა თქმა უნდა რა შეხედე გამოვიდა რომ სააკაშვილს ეშინია ბიძინევანიშვილსო და ბიძინევანიშვილი მართავს და ბიძინევანიშვილს ეშინია სააკაშვილს და სააკაშვილი მართავს ერთმანეთს ბიძინა და არცარაშინია არა ნუ ეხლა შიშით რას მაგრო ეშინია მაგ ბიძი ძალიან კარგად არ ეშინია გერა და თუ არ ეშინია მაშინ ის არ ყოფილა უკვე ამ მდგომარეობაში ყოფ ქვეყანაში უნდა გეშინოდეს რეალურად როცა ჩვენ შეგვიძლია აი წეღან ვახსენო თუ ჩვენ გავართ იმ მდგომარეობაზე რომ ეს ქვეყანა ჩვენია და დავიწყებთ და არ დავიწყებთ რომ იცი რა ევროპეელები დაგვილაგებენ ისინი დაჯდნენ პოლიტიკური პარტიის ისინი დაჯდნენ ეგ არის ჩვენი ამოცანა და ეს ბავშვებს უნდა დაანებონ თავი და ეგ არის ეროვნული თანხმობის პოლიტიკური პროცესები პოლიტიკური პარტიები იმიტომ არის რომ პროცესები წარმართონ და როდესაც პოლიტიკური პროცესებში პარტიები არ მონაწილეობენ მე ომი იწყება აი მაგალითად გამსახურდია რომ დაიჭირა ბევრი პოლიტიკური ლიდერი და თამაში მოვიდა სამხედროები პოლიტიკური გარიგებები აღარ შედგა რა ეს არის პარტია საერთოდ დაჭერა არის ნუ გიმეორებ რა ნუ ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი რამ არის სისუსტის ნიშანი უფროა ვიდრე ვთქვა სიძლიერის დაჭერებზეა გადასული რუსეთი აგერ და კი ვხედავ როგორი ჩინეთი რა თქმა უნდა ეხლა ჩინეთში ნუ საშინელებებია აი თქვა ეხლა ხშირად რო ლაპარაკობენ ჩვენთან აი ფსიქოლოგის აზრი როგორია საინტერესოა რომ მშვიდობა ხო გვაქვს მე მინდა მშვიდობა თავისუფალი ადამიანების ქვეყანაში თუ ადამიანი არ არის თავისუფალი და მშვიდობა მაშინ ეს ჩtildeოთ კორეა გაქვს და ნუ რაღაცეთ ქვეყნები გაქვს მშვიდობა შეიძლება წამალი ჩაყლაპო და კარგად იყო და კარგად იყო ეს ანიშნავს რომ მშვიდობა გაქვს გაითიშო იოგის ვარჯიშები გააკეთო და მაგრამ თავისუფალ ადამიანზე უფრო დიდი სიმდიდრე არის სწორედ ის არის რომ ევროპა რასაც აკეთებს პიროვნებას აძლევს უფლებას რომ მან განავითაროს თავისი აი სხვათა შორის კოინციდენციის თეორიას უზნაძე ლაპარაკობს რომ პიროვნება რომ შემოდის ბავშვი მას უკვე თავისი ხედვები აქვს აი თავიდანვე უნდა თვითფრინავი არ რაღაც მიეჯეჭვა იმის twin და მოდი ამაზე განავითაროთ და იცი რა შენი ფული რო გაქვს კი არ ჩასვა შენი შვილი ამ ფეხბურთი უნდა რა აბოდებს და კი შენ შვილს სვამდა რომ დღევანდელი პარლამენტარები თავენ შვილებს სვამენ ის ნიჭი მე ნიჭიერი ყდება იქ ამდენი ჩაკლეს რა თქმა უნდა თქვენ ძალიან კარგი გაუშვი რა ისე თემა შეეხეთ რომ რა შენი საქმე შენი ბავშვის არ განვითარ განათლების სისტემაში საერთოდ ეს მომზადება სისულელეა ფინეთს აქვს ეს სისტემა ჩვენ ცოტა გავაკეთოთ ამაზე ოჯახები ინგრევა 70% ოჯახების ინგრევა აქედან 80% სწორედ სწავლაზეა მოდის мама დაღლი და არასწავლობს შენი შვილი ფული უნდა გადაიხატოს მომზადებაში საერთოდ სისულელეა ეს არის სახელმწიფოს საქმე. ეს უნდა ამოვაგდოთ, რომ ოჯახში მივიდეს მამა და ბავშვი და ბოლოდ გაერთნოს სადღაც და არა ეს გაკვეთილები უნდა ასწავლონ. არის ამის პრაქტიკა, რომ სკოლამ უნდა ასწავლოს ეს ყველაფერი შიგნით და უნდა აჭამონ, იმიტომ კი უნდა აჭამონ, რომ აჭამონ, იმიტომ უნდა აჭამონ, რომ ჯერ უნდა ისწავლონ და უბრალოდ ჭამა ჭირდება და არა პირიქით ჯერ ჭამჭი კი აჭირდება. სწავლა ჭირდება, უნარები უნდა განავითაროს, სპორტული აქტივობები უნდა შეხედეთ ჩურჩხელები ვით არიან ჩვენ და შეხედეთ ყაზახები, ჩეჩნები, როგორი დაკონტროლები არიან, ხო?
რატო სისტემა მუშაობს ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ ეს სისტემები ხო? თქმა უნდა, ნუ ეგ არის ჩვენი ამოცანა სწორედ აი ამიტომ გვინდა რომ მეცნიერული ხედვა ახლა ეგერ ვთქვა ჩემს მიუხედავად იმისა რომ ხშირად ვხვდებით საუბრობთ და მე თვითონ დაინტერესებული ვარ ამ ფილოსოფიით, ფსიქოლოგიით, ახლა ბევრს აი რომ საუბრობთ ეგერ, ნუ სხვანაირად ვიწყებ საუბარს ფიქს რაღაც და ამ შემდგომ და ამიტომ ამბობ რომ აი ყოველს უნდა მოусმინო იმ პროფესიონალებს, ვისაც ეს საქმე აი ერთი კიდე გამახსენდა, აი კვება ხო? ყველა აღნიშნავს გერო ბავშვებს დეფიციტიას კვებს ხო? მოდი აი ხურძნის წვენი გამოუშვა. ხურძნის წვენს ხო არ უშვებენ. დაურიგოთ ბავშვებს და დავალევინოთ ხო? ხურძნის წვენი, გრიავის წვენი ჩამოვასხა წარმოებას განვითარდება. დოტაციაც სახელმწიფოზე აიყვანს, სხვა კონკურენციული ხილები გავლენ ბაზრიდან ხო? ასევე მერხი გავაკეთოთ ქართული ლაბორატორიები გავაკეთოთ, წარმოებები გავაკეთოთ ჩვენ და არა ის რომ თურქებს და იმას უნდა ვაშოვინოთ, რატო უნდა იშოვოს მერხიდან ფული, როცა აი ჩვენ შეგვიძლია ხო დოტაციაზე აიყვანოს სახელმწიფო საწარმო წახალისების სისტემა შეუქმნას და გვექნება ის მუდმივად გვექნება მე ეს დაიხვეწება და დავრჩება და მოშეპო გაიზრდება ხო შემოსავალი არ გავა დოვლათი გარეთ ხო ეს არის ძალიან მარტივი ეხლა ვთქვათ აი ძალიან ხშირად საუბრობთ აი როცა არის განხილვა ნუ აი ადამიანებთან როცა ხვალ იმაში ბავშვებს ვკითხოთ რა გინდა რომ გამოხვიდე რატო უნდათ რომ ძირითადში ხელისუფალი გამოვიდეს იმიტომ რომ ყველაზე კარგი პირობები და კომუნიზმი შექმნილია იქ ვიზადგინათ ცემი არ დაგიჭირდა ხო და ამიტომ კაცი გეუბნება რომ ამაში ცუდი კი არაფერი რომ მას უნდა კომფორტი აი მომავალში გაიზრდება ამიტომ შენ კომფორტი უნდა შექმნა არა ხელისუფლებაში არამედ კომფორტი უნდა შექმნა მეცნიერებაში განათლებაში კულტურაში ჩვენი პოზიცია რომ არის მასწავლებლის ხელფასი 1 ლარით მეტი უნდა იყოს ვიდრე არ ვთქვათ გუბერნატორის და მერის აქ 1 ლარი კი არ არის პრინციპული აქ ხაზგასმაა იმაზე რომ მასწავლებელი არის დიდი ფიგურა ქვეყანაში არის დიდი ფიგურა ეხლა მე ადრეს მithქვამს და ვიმეორებ რომ დიმიტრი უზნაძის მე მაშინ გავიგებ მთელი რომ განათლების პირველი რეფორმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაწერა დიმიტრი უზნაძე როცა ჩავედი ესე იგი შვეიცარიაში და ნახე რომ იქ არის განათლების საერთაშორისო ცენტრი და განათლების საერთაშორისო ცენტრში მითხრეს რომ თქვენ საქართველოს ეს ხო უზნაძის ქვეყანა აქ რა გინდათო ჩვენო 160 ქვეყანაშიო მსოფლიოშიო დიმიტრი უზნაძის თეორიებს ამუშავებენო და მე მითხრეს რომ პირველი პროგრამა და იქიდან დაურეკე ავთანდილ ნიკოლაიშვილი იყო ჩვენი რექტორი და დაურეკე და მე ვთხარი მანაც ვითხა მე დაიცვა პიროვნებამ დიმიტრი უზნაძის განათლების სარეფორმო სისტემა პირველი მას დაუწერია თქვენ იცით ეს და უბრალოდ მე იმისთვის ვამბობ თუ რომ მივედი და აგერ ინსტიტუტში მე რო იცავდა ეს პიროვნება სადოქტოროს რომ მივედი და ვნახეთ გაუცებული დავრჩი გაუცებული დიმიტრი უზნაძე რო ამბობდა იმას რომ რატო ყოფდა ის სამი საფეხური რო არის ევროპაში დღეს ეს დიმიტრი უზნაძეს ჰქონდა ეს თავის დროზე მოცემული რომ არ შეიძლება პირველ კლასში მე-6 კლასი რომ მე 6 წლის ბავშვი რო შედის და მე 12 კლასში რო არის 18 წლის არ შეიძლება მათ ერთი სასადილო ჰქონდეთ და არ შეიძლება ერთი ტუალეტი ჰქონდეთ ხო გეუბნებით ამან ეს ისეთი თეორია და ისეთი რამეები ჩამოაყალიბა ეს იყო რომელიც ჩვენ მე დაუდეთ საფუძვლად ქუთაისში რომ გავყავით ეს და სამი საფეხური იყო რომ სხვაობა 7-8 წელზე მეტი არ ყოფილიყო ბავშვებს შორის და არ ყოფილიყო ისე რომ ერთი 6 წლისაა და მეორე 18 წლის არის. ეხლა ეს დიმიტრი უზნაძე აგერ ყავდა გენიოსი იყო სასწაული რამეები აქვს გაკეთებული სად უნდა ვეძებოთ ეხლა რამე ჩვენ რომ ვიტყვი როცა პირველი სარეფორმო განათლების სარეფორმო სამეცნიერო პედაგოგიკის ფუძემდებელია სამეცნიერო პედაგოგია. აი იმდენად დიდი ეს იმდენად ის არის ეხლა ვთქვათ აი მე ხელისუფლებაში ადამიანი რომ მოდის რაც ჩამოგითვალეთ წეღან იმას თუ არ იცის რას ნიშნავს ფილოსოფიური ჩვენი მემკვიდრეობა თუნდაც იოანე პეტრეცის იქნება თუ ფილოსოფიური მემკვიდრეობა იგივე ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური მემკვიდრეობა მე ნიკო ნიკოლაძის ისეთი რამეები ვიცი და სამტრედიაში ვნახე ეს გაუცებული ვიყავი გაუცებული დღეს თუ გინდა ეკონომიკას მიხედო მარსელ დეპრეთი მოყოლებული მისი აღმოჩენილია და ევროპაში იმპერატორები უსმენდნენ იწვევდნენ და ჩვენთან ძალიან ბევრი ვინმე საკითხული არა აქვს. ამიტომ კაც უნდა უთხრე რომ მიდი რა დიმიტრი უზნაძის პატარა რაღაცა წაიკითხე, ეგ ნიკო ნიკოლაძე წაიკითხე, იოანე პეტრეცი წაიკითხე, ნიკო ესე იგი ნიადაგის თეორია მაინც წაიკითხე, ერთიანი ნიადაგის ილია ჭავჭავაძის რომ თქვა ეროვნული ის რაღაცის განწყობები ჩამოგიყალიბდეს, არ შეიძლება ეს ამის გარეშე ხელისუფლებაში მისვლა ეს ნიშნავს იმას რომ უკვე აპრიმიტიული. აი ეს დავამატებდი რომ არა მარტო ქართულ სახელმწიფოს კურირებდა ის იყო ამიერკავკასიის
სახალხო განათლების კომიტეტის ხელმძღვანელობდა რა წარმოიდგინეთ აი აზერბაიჯანი მთელი ამ კომიტეტის ხელმძღვანელი იყო და იქაც აძლევდა რეკომენდაციას შემდგომ მისი თეორიები და ხედვები განათლების სისტემაში ერთ-ერთი რაც მან კაცრად დაიცვა და ასევე ვიგოც კი მის რომ უცხოენის სწავლება არ შეიძლება მესამე კლასამდე მეოთხე კლასში მხოლოდ გახსოვთ რუსული შემოდიოდა მეოთხე კლასი მით უმეტეს საბჭოთა კავშირი იყო ხო იმიტომ რომ მას არგუმენტირებულად აქვს რომ ეს იწვევს დეტერმინაციას იმ ერის ცნობიერებები ხედვები და შეიძლება ისე შეეჯახოს რომ ფსიქიკური აშლილობები დაემართოს და სხვათა შორის აი უცხოენის ესე შემოსვლა რომ ჯერ ქართული ენა არ არის ხარი ამან ძალიან ბევრი ესე თქვა აშლილობები გამოიწვია რომ ეს სხვა სისტემა ინგლისური ეს არის მარჯვენეროვანი ანუ აქ თქვა ქათრო წერია ამ იეროგლიფებს აღიქვამდა მარჯვენა ტვინი აღიქვამდა ჩვენი იას აღიქვამს მარცხენა ტვინი გამიგეთ ეს აბსოლუტურად სხვა სისტემებია სხვანაირი სისტემებია და ამდენად ის რო ყოფილიყო და მიყოლოდნენ იგი მასაი ბატონი მიხელი ვერ გაბედავდა უცხოენის შემოტანას და ეხლა რაღა უშლით ხო ეხლა რაღა უშლით კაცო ამოიღო ბავშვებს ვეღარ გაურკვევიათ ჯერ ისაც გადატვირთულია და ქართული თუ ჯერ ერთი რამე ვასწავლოთ მაგალითად ალბანი კარგად ვასწავლოთ როგორც აი იაპონია პირველი 3 წელი არ ასწავლენ ურთიერთობებს მოპყრობას ადამიანებს შორის წინსვლას რაღაცეების სისტემებს და მე იწყებენ ამ ამბანებს მივახტებით ამ ამბანებს მივახტებით ამ ინფორმაციებით არ არის სწორი მეძღობა ჯერ განათლება სამ სისტემას შეიცავს ინფორმაციის მიწოდებას აღზრდას და მე რო აღზრდი ამის სოციალიზაციას სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს აქედან ჩვენ ორს ამოგდებული გვაქვს აღზრდა არ არსებობს აღზრდის უადგილე იყო სკოლაში ამდებობით დაკის ამოაგდეს მანდატური ჩასვეს და დაუნიშნეს იქიდან და სოციალიზაციას საერთოდ არ აკეთებს რომ ბავშვი რო გაზდი შენი გამოსდილია და რატო აძლევი ევროპას ხო ფული შენ არ გადაიღარ კაცო რატო აძლევი იმას სხვა შენ თვითონ გამოიყენე ეს ნიჭიერი და არ უნდა დააყენოს კორუფციით და პოლიტიკური ლიფტით არ უნდა ამოიყვანო ჩააყენენ ნიჭიერ და ის 9-დან დაგიდეს ეთახმე უბრალოდ მე ხა ამ დღეებში წავიკითხე კიდე რომ თქვა პრემიერ-მინისტრს თავის შვილების სწავლებისათვის უდიდეს ფული გადაუხდი ერთი წლის განმავლობაში. როდესაც შენ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი ხარ, შენი შვილი საჯარო სკოლაში უნდა სწავლდეს. როგორ შეიძლება ეგეთი რამე? აი ამას რო ჩვენ აი მონობა მეტი რა არის. აი ეხლა არის საჭირო აი ევროპაში აი უზნაძის ის აი ხა თეორიები და ყველაფერი იმიტოა საჭირო რომ აი ხა პირდაპირ ეხლა დიმიტრი უზნაძე ჩვენ გვეტყვა და ყველა თქვენ მონები ხართ, როდესაც ითმენთ ისეთ ხელისუფლებას, რომ ხელისუფლების 99% თავიანთი შვილები საჯარო სკოლებში არ ყავთ და 40-50000 ლარს და იმას იხდიან და ჯარში მიყავთ რა. არავინ არ მიყავთ კიდე, აი როგორ შეიძლება? აი გერმანია რატოა ნახეთ როგორ კარგად აქვთ იმათ შენ შეგიძლია ჯარში არ წახვიდე, ფულს იხდი იქ რა, მაგრამ აი ვიდრე შენი თაობა ჯარიდან არ დაბრუნდება, შენ სერიოზული იმის ანამდეობაზე ვერაფერს ვერ აი როგორა აწყობილი. ინგლისით მეფის უფლისწულები ხო? სამხედრო სასწავლებლებში მიდიან. რა თქმა უნდა, და გაიარონ ეს ისრაელზე აღარ ვლაპარაკობ. ნუ ეხლა თქვა ჯერეთ იტალიიდან და რომიდან მოდის ეხლა ეს ყველაფერი რომ ღირსების ხელისუფლება რომ იყო, აი თქვა თუ ორჯერ არ იყავი კონსულად ვერ გახდებოდი, თუ ორჯერ არ იყავი ორჯერ არ დაიჭერი და თანაც პირველ რიგებში უნდა დაჭრილიყავი. შემთხვევით რომ მოხდა უკან არაფერი არ არის. შენ უნდა წასულიყავი პირველ რიგებში. ამიტომ კონსულობა ვისაც უნდა და იმაზე უნებოდნენ. დადი რა, დადი თავში დავიდექი. და იყავი და პირველი შენ დაიჭერი. ასე ცხოვრობდნენ ჩვენი მეფეები. კი ბატონო, მოკლედ შესაძლოა ძალიან ბევრი რამეა პირველ რიგში პოლიტიკური პარტიებმა ამ ხულიგნობის წახალისებას უნდა და მითითებას რომ ეს ბავშვები თურმე რაღაც დიფტეიზი და რაღაცები ეს სისულელებს უნდა შეეშვას თავრობა ოპოზიციამაც უნდა შეეშვას ამ ხულიგნობას უნდა დაჯდნენ და ჩამოაყალიბო რაღაცა გეგმა დაწერონ რა გააკეთებს იქაც და იმ ორგანიზაციებმა და საზოგადოებებმა არასამთავრობო უნდა ჩაერევონ პროცესში რა სიძახის მაკრონო ეს ყველა საქმე არ არის ამ ორი ოპოზიციის და მართული პარტიის ეს სხვა პარტიების საქმეც არის ჩვენი საქმეც არის ხო ყველა საქმეა ამიტომ ყველა უნდა ვთქვათ რომ ეს მარტო თქვენი საქმე არ არის რა ხო მიიყვანეთ აქამდე ხო აი ეს ახალგაზრდობა ესენი ხო ეხლა
კეთილი ინებე და დაჯექი და რაღაცაზე შეთანხმდა. აი ეს საზოგადოება რო გამოჩნდება, ოღონდ ეს უნდა იყოს ვინც მხარი არ იქნება და აგრესიული არ იქნება. ეთახმები. როცა ესეც საზოგადოების პროცენტულად იქნება, მე თვით მართვადი სისტემა შეიქმნება და გამოჩნდება იქნები ვინც პროცესს წაუძღვება ამას. და ჩვენ ამ პროცესს უნდა გავყვეთ. სულ არის 30 კაცი, 100 კაცი, აკეთ 100 კაცი იგივე, რომელიც უნდა რომ დაძაბულობა მოხდეს. აი ეს 100 კაცი უნდა გავიყვანოთ და ხინკალი არ ვაჭამოთ. არ ვაჭამოთ მე თქვენა თუ მოიწევს. ისინი ჩვენ გვართმევენ და ხო, ნუ რა თქმა უნდა ეხლა დღეს ვამბობდით ერთ რამეს, აი თქვენ როგორ უყურებთ ამას როგორც ფსიქოლოგი რომ არსენა როგორი რით იყო ცნობილი რომ ღარიბს ართმევსო. ეს მდიდარ სართმევს და ღარიბს აძლევსო. დღეს ხელისუფლებები მოვიდა რომის ღარიბს ართმევენ და თვითონ დიდრდებიან. გადაბრუნდა ეს აზროვნება, ხო? თუ რა არის? რა თქმა უნდა, არაფერი უბრალოდ რახან მოვიდნენ, ისინი არიან პრივილეგიები, პრივილეგიებს განწყობა, პრივილეგიური მდგომარეობა შეურაცხყოფა მიაყენოს, ვიღაცას დააბრალოს. და ეს ცნობს არა, მას არ შეეხება, ის ხო სხვანაირია რა. არა და ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლებაში ყოფნა პრივილეგია კი არ არის, არის პასუხისმგებლობა. ხო, მანქანით უნდა იაროს, სიდიდრით ატაროს ბაზარზე, რა თქმა უნდა. ოპოზიციასაც ერთი და იგივეა, აქ განსხვავება არ არის მენტალურად. გეთახმები. ვინმე, როდესაც იგი ტარდება არჩევნების შიდა პარტიული არ ტარდება. ხო, ტარდება პრეზიდენტის ერთწლიანი მაინც ხო უნდა შეეჯიხრონ, ხო, არ ტარდება. შეხედეთ როგორ დადიან იქ ჯიპებით კი არ დადიან თვითონ ეს მენტალობაა რომ თავისუფალი პრემიერები დადიან იმით ველოსიპედები და მეტროებში დადიან და გონია თვითონ აქცევს პრეზიდენტებს იქ ხურა და აი გაივლის პრეზიდენტი არავის არ აიმეორებს მე ვნახე მაგის შვეიცარიაში გაიარა საკუიაჟი აქ როგორ არის იცი აი ეს ამირანობის თემა მინდა ყურადღება რა შეკიდა ხო და ამ დროს ლაპარაკობენ ევროპაზე ხო და ეს ევროპა გიждდება რა რეებს რა ვერიგებენ აი ვერიგებენ რა აი იგივე ახლა მელიამო დააჭირნა და დაიჭირეს მაშინ და ჩამოვიდა ახლა ფული გადაახდინეს მოიმას ხო მაშინ შალ მიშელს ხო ვერ გაიგო კაცი რატო გადაახდენდეს რატო თუ შეგიძლია რომ გამოუშვა შეგადაიხადე ხო პარტიის წევრი ხო ხარ ანუ ვიღაცა საზოგადოება გამიგე და აი ამას ეს ვერ გაიგო ახლა რატო გადაიხადა ფული აქ გადაახტევინეს პროცესებში მართეს კაი ბიჭები არიან აი ესეც სისულელებს ვაკეთებ და მე იქიდან დაგიშვენენ და რო იტყვი რომ რატო არ მაქცევს ამერიკის პრეზიდენტიო ყურადღებასო ის მივწერო და არ მოგაქცევენ აი საერთოდაც არ მოგაქცევენ არა უნდა გითხრათ რომ აი თუნდაც ახლა თქვენ ისეთ თემას ეხებით რომ ამერიკაში რეალურად რა ხდება ჩვენთან ხო ეს არიციან ესე იგი ყველა ლაპარაკობს იმას რაც მას აწყობს ვინც ტრამპს აკრიტიკებს ლაპარაკობს იმას რომ ტრამპი ასეთია ესეთი და ვინც ტრამპის მხარდამჭერია მაგრამ რეალურად ანალიზს არავინ არ აკეთებს ახლა რა გადაწყვეტილებას ის თავის მეტალობიდან ნახეთ რა გადაწყვეტილებას ტრამპმა მიიღო ახლა $100 ad ბავშვი რო დაიბადება მის ანგარიშზე იდება და ისია სისტემა მოწყობილი რომ 20 წლის რო ხდება $50,000 იქნება არ არის უკვე დემოკრატიული ქვეყანა რომ 20 წლის ნებისმიერ ბავშვს ვინც არ უნდა იყოს ის ამერიკის მოქალაქე რო არის 20 წლის რო ხდება უკვე $50,000 უდევს ჯიბეში თუ თავარი რა არის ბავშვი უნდა გინდოდეს სისტემა თქმა უნდა მაგრამ როდესაც გიორგი მთაწმინდელი შემოვიდა აი ხო თუ ანახოს დიდი კონზები აი რა მაგარი ქვეყანა და ბიჭო იქ შივრე ბავშვები მიხედეთ თუ იმას ხო მე თვითონ წაიყვანა იცით ხო და ის სისტემა მე რო წავიდა ისინი გაიზარდა ჩვენ ესენი ძალიან თაღმაშენებელმა განახორციელა ეს ამათ არ აინტერესებს ბავშვები ძალიან მჭირდება ნუ ეხლა ეს ხო ხედავთ ამერიკაში რას ამბობს ნახეთ როგორი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენთან ამას მე ვინც შემოსულია არასწორად უშვებ და უშვებ ჩემი ფულით მაგრამ ვისაც ფული აქვს და ვინც მჭირდება $5 მილიონ ჩუქნი ვაძლევ წამოვიდეს ჭკვიანი აი რატო ამერიკა ძლიერი ჩვენთან აგერ მოდიან და აი ნებისმიერ დროს ერთხელ სულ მინდა თქვენთან ერთად გავიარო რომ გაჩვენოთ აი ჩამოვიდა ინდოეთიდან იმიდან და წინავს ქუჩაში სადარბაზოში სკამებზე ჩვენთან დღეში პურს ჭამს მარტო მეც არაფერს ხალი უფასოთა აქვს და აქ აგროვებს ფულს მძიმე სამუშაოზე და ამბობს რომ ერთი წლის განმავლობაში მე $20,000 დავაგროვებო ასე და მე დაგიქირავებ თქვენო გვეუბნება კი ბატონო ხო სწორია რა ჩვენ ხო ანალიზს ხომ გიქირავებს მე და ხო ნუ ეხა ეგ არის მე უბრალოდ მინდა დარჩენილ დროში ორი ისეთ
საკითხი შევეხო ძალიან მოკლედ. იაპონელისა და ქართველის კამათი რო არის და იაპონელს რო უნება ქართველი რო თქვენო ძალიან ძლიერი ქვეყანა ხართო მეორე მსოფლიო ომის მერეო ესო ისო და იმან რო უპასუხა რომ ჩვენ კი არა ვართო ძლიერი თქვენ ხართო ძლიერიო. კი მაგრამ როგორ თქვენს გააკეთოთ არის ერთი განსხვავება მხოლოდ ჩვენთან 10-ში ერთია კარგიო და თქვენთან 10-ში ერთია ცუდიო. ჩვენ იმ ერთ კარგს ვაგნებთ და იმას ვირჩევთ და თქვენ იმ ერთ ცუდს ირჩევთო და ეს ერთი ნაწილი და მეორე იაპონური კარგი მაგალითია კიდე რომ აი ჩვენთან ახლა ნახეთ როგორი განსხვავება აი მენტალური რაღაცეებია აი რომელსაც მართლა ფსიქოლოგები და ფილოსოფოსები ჭირდება აი ჩვენთან ოღონდ ნუ გააკრიტიკებ ხელმძღვანელს და გეტყვის ოღონდ არიარო სამსახურში რაც გინდა ფულ ჩაგირიცხავ მოგცემ ოღონდ ნუ გამაკრიტიკებ იქ როგორ არის რაც გინდა ის ილაპარაკე ჩემზე მე შენი არ მეშინია რაც გინდა ოღონდ ჩემი საქმე გააკეთე თავისი ფიტული აქვს გამოსასვლელში და ფიტულთან შეგელია მიხვიდე ლანძღო აგინო ესროლო ანუ ემოციიდან დაიცალო რაღაც ანუ იდეოლოგიზაცია გააკეთეს ყველაფერი თავისი იმის და ნუ ახლა უკვე 56 წელს მიაღწია 56 წელს და ზემოთაა ძირითად ფიგურები ვინც არიან ხო კარგად მიდიან ესენი და რატო არ გვინდეთ ჩვენ ამის ანალიზი რომ გაკეთდეს ჩვენთან თუნდაც აი ვთქვათ იყოს გარკვეული ჯგუფები რომლებიც გვეუბნებიან რომ რატო წავიდა კორეის ერთი ნაწილი ძალიან კარგად, რატო წავიდა, ვთქვათ, მეორე ნაწილი ცუდად რატო მიდის, რატო არის, ვთქვათ, პირობითად ვამბობ, იაპონია როგორ გავიდა წინ, რა გააკეთა გერმანიაში, ვთქვათ, ასეთი ერხარდმა და მაშინ აი როგორი რამე წამოვიდა. ამას ჭირდება ბატონ თეორიული მენტალური ინსტიტუტები, პოლიტიკის, რომელიც მოშალეს ჩვენთან. ფილოსოფიის, ისტორიის და ფსიქოლოგიის. დიახ, აკეთქენ იმპროდექსა. რომელიც პოლიტიკური ნაწილი შეიერთეს ვიცით ილიაურში და ნაწილი თესევში ფილოსოფიის ინსტიტუტში. ანუ მოსპეს პრაქტიკულად. პრინციპი იყო ის, რომ ემერთათ ელიტა, თუმცა მე 75% გამოუშვეს და ინსტიტუტები გაანადგურეს. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ პროცესებზე არ წარმართა, გაწელა ამათი გაშვების 4-5 წელი მიდიოდა პროცესი და მიუხედავად ჩარეუყროდეს ადამიანები დაებრუნებინათ, არაფერი არ გააკეთეს. ნებით არ გააკეთეს, რომ არ იცოდნენ ეგ სხვა საკითხია, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამაზე არის მოდის ის, რომ მათ ვერ მიხედეს. შესაძლებელი იყო ის დაებრუნებინა და ინსტიტუტები აღედგინა. ეხლაც არ აკეთებენ. სამწუხაროდ ეს აუცილებელია მე როგორ მინდა რომ მეცნიერთა კონგრესის დროში რამდენჯერმე გთხოვეთ და რა ვიცი ახლა ალბათ როცა გვექნება დიდი შეკრება რაღაც უნდა გთხოვოთ ყველა მერთად რომ აი ვთქვათ აი ფსიქოლოგიის ხაზით ერთი გადაცემა რომელიც ხაერივით ჭირდება ყველას ჭირდება ეს ჩვენ აი აბსოლუტურად ყველას აგერ თქვენ მეუბნებით რომ ვიღაცა აგერ უცხოეთიდან გირეკავს და გეთათფირება და იმას აწყნარებ ამშვიდებ იქ ვთქვათ ვიღაცას ამერიკაშია თუ ისრაელში არის და აქ საქართველოში მთელი ქვეყანა აღელვებული და აგრესიაშია გადავარდნილი აგრესიაში ვარ ჩვენ უნდა გადავიდეთ სუფრის ფორმატში სუფრაზე პოლიტიკა აღარ არის ხო ყველა ვიცი სუფრალი და ის ჩერდება ხო ამიტომ სუფრა არის ურთიერთობის და რაც აი მაკრონმა თქვა ინკლუზიური პოლიტიკა ყველას უნდა ვათქმევინოთ სათქმელი კი ხელმძღვანელი ერთი ვიღაცა ყავს მაგრამ ყველას უნდა ვათქმევინოთ და მივიღოთ ინკლუზიური გადაწყვეტილება როგორც იღებდნენ ხო? ნუ ასე იყო რა. კვარალაციის კულტურა იყო, ძალიან ისეთი კულტურები ავიღოთ, ხო? აი ატლანტიდან რო ჩაეძირა, იქ იკრიბებონ და ოქროს ფირფიტაზე იღებდნენ საერთო გადაწყვეტილებას და როდესაც შენ თამაში ხარ და ორი და მე არ მაძლევ უფლებას ეს ქვეყანა უკვე ჩემი აღარ არის, აქ ახლაზეა საუბარი. ამაზე უნებიან ევროპელები რომ ჩართე რომ განიცადოს რომ ეს მისი ქვეყანა არა, პატარა მიაღებინე რა რაღაცა რასაც იტყვის ხო შეიტანეს ის ოფში ხო? რა თქმა უნდა, კაცო, თავისთავად იმას პროცესს მონაწილედ გახადე რა, პროცესს მონაწილედ. აქ ჩვენა არა, გეუბნებიან რომ მე რო ვარ ხელისუფლებაში, მე ვარ პატრიოტი და შენ თუ ხელისუფლებას აკრიტიკებ, შენ ახარ მტერი, ნუ ეს საერთოდ როგორ ხდება რომ როცა პატრიოტიზმის პრივატიზება ხდება, იქ იქცევა ყველაფერი. როგორ შეიძლება რომ მე ვთქვა რომ ვიღაცა არის არა პატრიოტი და მე ვარ პატრიოტი. ნუ ეგეთი ეს აზრი რომ მოგივა თავში და მით უფრო თუ ხელისუფლებაში ხარ, უკვე დამნაშავე ხარ. იმაზე მეტი ვიდრე იმან ჯოხი რო დახართხა იქ. თუ იმას გავანალიზებ, რომ შენიშვილი ჯარში არ გაუშვი და ფულს რო იმას იზავ და 14000 რო იღებ და არსად საბავშვო ბაღში და არავის არ აძლევ. და შენი ნახლობლები და თანამდებობაზე ნიშნავ და ამით თუ პატრიოტიზმი, მაშინ არ ხარ პატრიოტი. რა თქმა უნდა. ეს არის რომ ჩვენ ეს თამასა, ანუ ეს უნდა გამოვიტანოთ რა არის პატრიოტიზმი და არა ის რომ
სადღეგრძელოები და ვინც მაგრა იყვირებს და ვინც ვიღაცას ცემს, თუნდაც ეს არის პატრიოტიზმი. ჰამურაბის კანონებით ხო არ ვიცხოვრობთ ახლა უკვე ეს. აი ახლა ეს მეორე საკითხი უკავშირდება ამერიკელებმა ძალიან საინტერესო დასკვნა გამოაქვეყნეს, რომ ესე იგი ადამიანს აქვს სამი პერიოდი, როდესაც ის მჟავნდება ყველაზე მეტად. ეს არის ერთი 50-დან 65-მდე, ну შეიძლება 45-დან 50-დან 65-მდე, მეორე არის 60-65-დან 70-75-მდე და მესამე პერიოდი ეს არის 70-75-დან ზემოთ. დასკვნა გააკეთეს ესეთი, რომ ყველაზე მეტად ადამიანი თავის შესაძლებლობებს ამჟღავნებს ყველაზე მეტად 60-დან 70-75 ამ პერიოდში. მეორე ადგილზეა უკვე 70-75 და ზემოთ და მესამე გამოდის 50-დან 60-მდე. ამიტომ ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, იმიტომ კი არა რომ ახალგაზრდებს უებრძოლო. იმის უნდა თქვა რომ ყველა უნდა მოემზადოს. აი მაგალითად თქვენ იაპონია რომ საუბრობდით ახლა იაპონიაში სახელმწიფო სამსახურში კადრების მომზადების ყველაზე უმძიმეს სისტემა არსებობს. 6 თვე უნდა იმუშაოს ანიტრატ, 6 თვე მაღაზიაში, 6 თვე კანალიზაციის სისტემაში, ყველას ფსიქოლოგია უნდა იცოდე, იმიტომ რომ იქ იდეოლოგიზაცია ამ პროცესების და ხედავთ იაპონია, სადაც ტერიტორია კუნძულებზე ცხოვრობენ, როგორი მდგომარეობა აქვს, ყველაფერი და სასწაული ყველა დიდი მოშეფო აქვს ახლა გამოვიდა. ყველა ის გააკეთეს ხო ეს ანალიზი ხო უნდა გავაკეთოთ არა ჩვენ როგორ არის და ეხლა საქართველოში ვინმე ზგონია რომ ყველა გამოდის ახალგაზრდები მე შევარნაძეს ვეუბნებოდი რატო ღუპავო ჭკუასელი ერთ-ერთი დღესაც მიმაჩნია არაერთხელ მithქვამს რომ ჭკუასელითან მე დაპირისპირებული ვიყავი მაგრამ ვთვლიდი რომ მოქალაქეთა კავშირში უფრო კარგად მოაზროვნე კაცი არ იყო მეორე მაგრამ მოიყვანეს 10-15 წლით ადრე ჯერ გუბერნატორად და მე ფინანსთა მინისტრად და ყველაზე მეტად დაკარგულია დღეს ის კაცი რომელიც ყველაზე კარგად და ეს როგორც ცინცხალი აზროვნება ქონდა აი არ შეიძლება რომ თქვათ 10-15 წლით ადრე დანიშნო ადამიანი თანამდებობაზე არა ჩინეთში 60 წელს თუ არ მიაღწია ისე სერიოზულ თანამდებობაზე გერმანიაშიც უკვე საკმაოდ გადაწიეს ისა ანალოგიური იაპონიაში ანალოგიური აგერ ახლა ამერიკაში 80 წლის კაცი გიხარია რომ პრეზიდენტია და შენთან 60 წლის კაცი რატოა ცოცხალიო ნუ შეიძლება ეგეთ დამოკიდებულება რომ იყოს ხო თავარი თემა არის რომ ჩვენ ბევრი რაღაცები აქვს გასაკეთებელი და ეს ჩხუბი არის მარტივი თემა რა მე ვჩხუბობ და ეს გადის პატრიოტიზმის და ნუ ეგ არის ყველაზე დიდი სისუსტე პრიმიტიული რა მე ვარაფერი გამოვად კარგი გაარტყავს ეს პარტიის ხელმძღვანელი ჩაჯდება ციხეში და მე ხო ციხეში თავიანთ თავს იტყუებენ რომ აი ახე პოლიტიკურად ზდიან არა და ხულიგნობას ზდიან ხულიგნობა გადის პოლიტიკაში ეგაა უბედურობა და ამ თავრობის მთელი თემა ისაა რომ ესეთ მომენტებზე არაკეთებენ სერიოზულ დასკვნას ხო აი მანდელა მინდა მოიყვანა ხო მანდელას ბომბი ააფეთქა ტერორისტული აქტი ჩაძანეს და იძახი არ მაქცევდნენ ყურადღება თუმცა რო დაიჭირეს არ უწუწუნია რა არ დაუწყე ადვოკატები თქვა რომ მეკუთვნის იმიტომ რომ ეს მიღირდა და ეს შეაფასეს მერე და ნობელის პრემია მიიღო. ამიტომ ვიღაცა თუ ხულიგნობს მათ თვითონ უნდა აგოს პასუხი და აღარ უნდა მე წკმუტონი რომ იცი აუ ეს არ მინდოდა და მიშველე და არ მინდოდა მე სხვა რამის გამო გავარტყი ახან გაარტყი ხო ხულიგნობა და თუ გიღირს კეთილი უნდა ინებე და დაჯდე და ეს უნიკალური პიროვნება იყო ეს მანდელა და თავისთავად აი განდის ქონდა კიდე და ანუ აი ბევრი ვინმე საერთოდ ბომბა აფეთქა წარმოიდგინე პოლიტიკოსმა და ნობელის პრემია მიიღეს. ნუ ესე იგი წარმოიდგინე რომ აი ისინი ამბობდნენ რომ ხელისუფლებაში რომ მოყვავს კაციო რომ ვირჩევთო უნდა ვიცოდეთ ბავშვობაში რას თამაშობდა. იარაღი ეჭირა ხელში თუ ხატავდა და ფანქარი ქონდაო და ჩვენთან არის აი თქვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა რომელიც ახლა მამასთან კიდე როგორ აქვს დამოკიდებულება ყველა მამა რევოლუციონერის მამასთან ქონდა პრობლემა ხო ნუ ეგ ისეთი ის არის რომ აი ვიმეორებ რომ ეს ისეთი რამეებია რომელსაც ძალიან სერიოზული რაღაც ანალიზი ჭირდება ახლა ჩვენ დროც არ გვექნება მაგრამ კიდე ერთხელ დასტურდება რომ როგორ საჭიროა ფსიქოლოგთან საუბარი და ჩვენს ქვეყანაში ეს ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს და დიმიტრი უზნაძის ქვეყანა ვარ ჩვენ ამ თემ სოფლიო შეიძლება მართლაც რომ აი უნიკალური ის მივცეთ მაგალითი და ამ დროს მე ერთი ბოლო მინდა რომ აი განათლებასთან დაკავშირებით იმიტომ რომ რადგან დიმიტრი უზნაძის ვსაუბრობთ და ამ რამდენიმე ხნის წინ გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და ამბობს რომ ეს ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა გავაუქმოთ და მაგალითად ხო გააუქმეს უკვე ხო და გადაწყვეტილება არის როგორი ხა მე რატო ვამბობ ამას ესე იგი 95 წელში მეცნიერები რომ ჩავედით ჩავიყვანე აქედან ქუთაისში მე მივიღეს გადაწყვეტილება და გავაუქმე მისაღები გამოცდები უნივერსიტეტებში
აქ ატყდა მთელი ამბავი თბილისში და პრეზიდენტთან შეიკრიბნენ და მე მირეკავს მაშინ თამაზ კვაჭანტირაძე იყო მინისტრი და მირეკავს და მითხრა შენ არა ხარ მოწვეულიო არა ვარ მეთქი მოწვეული აბა მაშინო იცოდეო რომ დღესო რექტორებიო იკრიბებიანო ამის წინააღმდეგო იმიტომ რომ მაგენი ფიქრობენ რომ რადგან შენ ეს გააკეთე შეიძლება თელ საქართველოში იყოსო და მივიდნენ მე ხა ვერ ვასწრებდი ჩამოსვლას არც მიწვეული არ ვიყავი მაგრამ ავიღე ყურმული და ურეკავ შევერნაძეს და ვეუბნები რომ მე არ ვარ მოწვეული მეთქი თქვენთან რექტორები მოდიან მე არ ვიცი თქვენ იცით თუ არა რა თემაზე მაგრამ მე ვიცი მეთქი რომ ამ თემით მოდიან თქვენთან რომ რომ გავაუქმე მისაღები გამოსდები. აი მე გეუბნებით მეთქი რომ თუ თქვენ ამ გადაწყვეტილებას შეცვლით, მე თანამდებობიდან წავალ და მე ვიტყვი იმას რომ ქვეყანა კორუფციის გზით აგრძელებს ასვლას. შევარდნაძე უსმინა ამ რექტორებს და ბოლოში რომ დამთავრდა, ნუ სასაული არ მოხდა ხა ის რექტორები ცოცხლები არიან და ბევრს მოუყოლია ჩემს რომ ბოლოში რომ დამთავრდა უთხრა რომ ეუბნება ასეთ რამეს რომ მე რომ მქონდესო უფლებაო ისეთივე იმას გავაკეთებდი რაც ქუთაისში გავუკეთებია შაშიაშვილსო და ამით დაუმთავრე. საქმე რაში იყო რომ ჩვენ რადგან სამი საფეხური გავაკეთეთ დიმიტრი უზნაძის, ანუ იყო ჩვენთან პირველი მე-6 კლასი, იყო პირველი ამას ქვიოდა დაწყებითი სოვეძახდით ჩვენ ამას, იყო პირველი მე-9 ამას ქვიოდა ისე იგი საშუალო იმისისა და მე იყო მე-7 მე-12 ანუ ამას ქვიოდა გიმნაზია და ლიცეუმი იყო მე-10 მე-12 ეს საფეხურები ხო გამოვყავით და ეგ უკვე ერთი და იგივე სკოლაში ვერ სწავლობდა დიდხანს უნდა მონაცვლეობა ეს დამიჯდა ძალიან ძვირ გამოსვლები და ისინი და თელი ამბები იყო ანუ რაც ევროპაში დღეს ანუ დიმიტრი უზნაძის მივდიოდი ჩვენ და მაშინ თქვი ერთი რომ რადგან ეს გავაკეთეთ ჩვენ ამიტომ მისაღები გამოსვლები უნდა მოვშალოთ მეთქი და უნდა მივიდეს სკოლის დიპლომით. მე ვზივარ სახში, მოსწავლე და აქვეყნებს რომელიმე უნივერსიტეტი, რომ მე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვიღებ იმ მოსწავლეს, რომელსაც ლიტერატურაში პირველ იმიდან აქვს არჩენებული რა ლექსი დაუწერია, ну რაღაცა პირველებს აქვეყნებს და მე ვზივარ სახში და ვწყვეტ საწავიღო ჩემი დიპლომი როგორი მაქვს. მე ატყდა მთელი ამბავი რომ აქო ესო შეიძლება სკოლებში ნიშნებიო. მე ვთხარი რომ აკრედიტაციას წავართმევთ იმას, იმიტომ რომ თუ სკოლაში დაწერეს ნიშნები მაღალი, უნივერსიტეტში მივიღეთ თუ გამოსდოთ და აღმოჩნდა რომ ისინი ხო გამოჩნდება იქ ყველაფერი არა, რეალურად იმ სკოლას წავართმევთ აკრედიტაციას, ამ სკოლების პასუხისმგებლობა გაზარდა. როინ მეტრეველი მირეკავს და მეუბნება რა არის ესე იგი იმერეთით ქუთაისიდან ვინც მოდისო, ყველა 70% ქუთაისელებმა აიღეს მთელი ჩვენი ისინიო. ნუ წარმოიდგინე ახლა როგორი ის იყო ეს, იმიტომ რომ როგორ იყო ჩვენ არ გქონდა სკოლები იმისი იყო თქვა პირობითად ვამბობ ლიცეუმი იყო ჰუმანიტარული იყო ბიოლოგიური ანუ ვისაც სამედიცინოზე უნდა დაჩაბარება იყო სპორტული იყო ესე იგი იმისი სამხედრო ვისაც სამხედრო ხაზით უნდა წასვლა იყო ფიზიკა მათემატიკის ლიცეუმი და სტიპენდიას ვაძლევდით აი მე ერთხელ მომიყოლია კიდევაც რომ თქვა მოსწავლე ეს მარგველაშვილი რო არის მე მგონი დღესაც არის პარლამენტში თუ იყო აი ის იყო მასწავლებელი ამ ბავშვის ჯიმშელეიშვილი იყო და როცა ჩამოვიდა აკადემიის პრეზიდენტი ეუბნება რომ კი მაგრამ ამდენი განათლება საიდანო მე იმაში ვნახეთ ეს ბავშვი ხონში ძალიან კარგი ბავშვი იყო ჩამოიყვანეთ ამ გიმნაზიაში ფიზიკა მათემატიკის გიმნაზიაში და ეს გახდა წარმოიდგინე მეორე ადგილი აიღო ჩინელებთანაც კი ჩინელებს ამათ მოუგო როცა საერთაშორისო ისინი იყო და ბამას ეკითხება ბატონი ალიკო თავხელიძე ეუბნება რომ კი მაგრამ ასეთი განათლება საიდანო მე დილას რო შემოვალ 8 საათზე აქ საღამოს 8 საათამდე ვერ გავდივარ საჭმელი სასმელიო მერია მაჭმებსო მე იმან აიღო დირექტორმა ძალიან კარგი დირექტორი იყო და იმან უთხრა რომ მარტო საჭმელზე კი არ არის ლაპარაკი ამ ბავშვს აქვსო $70 შესაბამისი კუპონი აქვს ისო რა ქვია სტიპენდია იმან უთხრა როგორ მე $20 $15 შესაბამისი ხელფასი მაქვსო ხო და ეგ როგოროდა მე რო წავედი ჩვენ მაშინ პარიზში ქუთაის დღეები იმართებოდა რო დაბრუნდით იქა და ერთხელ მირეკავს პრეზიდენტი და მეუბნება რა უქენი ამასო გამყრელიძესო ასეთიო მეუბნება რომ ქუთაისის ფიზიკა მათემატიკის ლიცეუმში მინდა გადასწრო მასწავლებლად ნუ იხუმრობით იმაშვებოდა რა ამ იმას იმან რა უთხრა რომ მე $20 შესაბამისი კუპონი მაქვსო ხელფასიო და ეგერ თქვა $70 შესაბამისი ქონდა იმას და მასწავლებელი იღებდა ერთი $100-ზე ნაკლები არავის არ ქონია მასწავლებელს თუ ჩვენ ამას გავხდით რა შვაში იყო მისაღები გამოსდები ისე წარმოიდგინეთ რომ მხოლოდ რუსეთს ქონდა ეს მხოლოდ აზერბაიჯანს ქონდა მე მგონი და საქართველოს ეს მისაღები გამოსდები იმ სისტემით ეს ყველაფერი შემოიღო სააკაშვილმა რუსეთს ებრძვის
და რუსული სისტემა შემოიღო გამოცდების. აი ხლა ამდენი ხანია ვეხვეწებოდი, ამდენი ხანი ლომაიო რო ჩავიდა ქუთაისიდან, გაიგო ეს და ნახა, იმანო ამას 20-30 წლის მერე ვერ შემძლებდო ჩვენო და გააუქმა ის რაც მიღწეული მქონდა ჩვენ საფეხურები დაყოფა 30 მიხედვით, სწავლა რაღაცა და ასე შემდეგ. და ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ განათლება როგორც თქვენ ამბობთ, პირველი ნომერი არ გახდა, როგორც ჩვენ გვიწერია ეროვნულ სახელმწიფოების დოქტრინაში, რომ მასწავლებლების განათლება უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში, არის ნომერი პირველი პრიორიტეტი, რომ საშუალო განათლება უნდა იყოს აუცილებელი და მასწავლებლის ხელფასი თუნდაც განსაზღვრული უნდა იყოს, რომ იყოს 1 ლარით მეტი, თუნდაც ვიდრე მინისტრისა და ვიდრე გამგებლისა. იზიარებთ თუ არა ამ კონცეფციას? კი, რა თქმა უნდა, ეს უნდა გაკეთდეს და მე მინდა მაინც დაუბრუნდეთ, ჩვენ უნდა შევცვალოთ განწყობა. ან უნდა ვავართინოთ თავი ამ პოლიტიკურ ძალებს რა და ნებისმიერ კერპი აქვს ენერგიას ითხოვს ხალხიდან. ეს ენერგია არის ყურადღება. ამას აკეთებენ ტელევიზორი. საკმარისია თქვენ გაჩვენოთ ცუდი კურსით ერთი პარტია რო იძახი ამაზე გაბრაზებული და უკვე მათი გავლენების ქვეშ ახარ. და ამ აგრესიულ ენერგიის მერე მართვას აკეთებენ ერთი პარტიას და მეორეს. ამიტომ არ თქვათ არაფერი ცუდი არც ერთ პარტიას და არც მეორეს და ესენი ავტომატურად დაიშლებიან. ეს არის ძალიან მაგარი რა, ძალიან მაგარი. პარტიებზე ყველაზე მუშაობს. გეთახმები მე ამაში პარტიებზე ყველაზე ძლიერი გამონათქვამი აქვს ერთ ძალიან დიდ ფილოსოფოს. პარტია ეს არისო ათასების გიჟობა ერთეულთა წინწაწევის მიზნითო. ეს არის ძალიან ძველი ფილოსოფიური იმიდან მოდის, ასე რომ ჩვენ არავის არ უნდა ვებრძოლოთ, უნდა ვიბრძოლოთ საქართველოსთვის. ჩვენი ბედნიერება არის ჩვენ ხელში და არა პარტიების ხელში. და ვერცერთი პარტია ბედნიერს ვერ გაგხდის. ეს არის ორჯერ ორი. ეს არის სუტყუილი, რომ არც ერთ არ მეყოლავთ ევროპაში და არც ერთი არ გაგხდის. აი ბატონებო, როგორი საინტერესო ხალხი გვყავს. აი ეს პიროვნება ბატონი ბესიკ ბოგველი დასახელებულია იმ ადამიანთა შორის, რომელიც უნდა იყოს იმ საზოგადოებრივი პარლამენტის წევრი, რომელსაც ვიბრძვით ჩვენ და ეს იქნება ასეთი ადამიანებით იქნება ეს დაკომპლექტებული იქ, ჩემზე კი არ არის საუბარი და მე კი არ ვიქნები, სწორედ პროფესიონალები იქნებიან. აი ამიტომ ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეას ჭირდება რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა. თუ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა წავიდეს წინ, ამ ქვეყანას ყველა საფუძველი აქვს. ჩვენ ვართ მდიდარი ქვეყანა და ვცხოვრობთ ღარიბად. და ეს არის გორდიასის კვანძია ჩვენთვის ეს, როცა არ იხსნება, უნდა გაიჩეხოს. უნდა გაიჩეხოს იმით, რომ ჩვენ უნდა შევქნათ, როგორც იტყვიან, ხალხის პარლამენტი და როგორმე გავიტანოთ ეს და საქართველოში პარტიებს კი არ უნდა ვებრძოლოთ, სწორად და ვეთანხმები ამაში. ან ერთმანეთს კი არ ვებრძოლოთ, არამედ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით საქართველოსთვის, ვიბრძოლოთ საქართველოსთვის. ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა არის აბსოლუტურად დროის კარგვა და ნერვები და აგრესია და ყველაფერი და ჩვენ კი ბატონო და ჩვენ საჭმელი უნდა მივხედოთ ჩვენ სოფლის მეურნეობას, იმიტომ რომ აშკარად გამოიკვეთა რომ საჭმელი რომელიც ჩვენთან შემოდის 12-13% ტყვია ამ საჭმელში, ჩვენს მიწაზეც უკვე ხამქიმიკატები ტყვია კი აგრესიას იწვევს და ბატონმა რამაზ გახოგიძემ ძალიან ძლიერი დასკვნა დაგვიდო და გითხრა რომ ჩვენ აგრესიულები გავხდით, იმიტომ რომ შეგნებულად გავხადესო, იმიტომ რომ ჩვენ ვჭამთ მოწამლულ პროდუქტს, ტყვიით სავსე პროდუქტს, მაშინ როდესაც აი ახლა აგერ თქვენ იცით აი ეს ქალბატონი ესე იგი მარიამ კიკაძე რომ აკეთებს 30 გექტარი და იქ რომ გააკეთა ანალიზი ტყვია 0.3% აღმოჩნდა, მაშინ როცა სხვა ხორბალში 12%-ია წარმოგიდგენია და ეხლა უკვე თელი სამედიცინო ისინი ურეკავენ და ეუბნებიან რომ როდის მოიწევთ მაგას, ჩვენ უნდა არ არის ბედნიერება რომ უკვე ხალხში მოვიდა ის აზრი რომ ჩვენ პროდუქტს დაუბრუნდეთ, რომ მიწა გავაჯანსაღოთ, რომ მივიღოთ ჩვენი პროდუქტი და ერთმანეთს კი არ ვებრძოლოთ ამ ქვეყანაში, არამედ ვიბრძოლოთ იმისთვის რომ საქართველო იყოს ძლიერი. ბოლოს სიტყვა თქვენი და რა თქმა უნდა, სწორედ ზამდეთ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს იგივე ხორბალზე, რომ იაფიანი არ უნდა შემოუტანო და გლეხები არ უნდა ჩაძირო, ხო? უნდა ყველა ადამიანს უნდა ჯერ შენს უნდა მიხედო და არა სხვა. ჩვენ მონური ფსიქოლოგია გვაქვს, მაგრამ ჯერ სხვას ხედავ, სხვას უნდა ბოლო პერიოდში კი გამოიკვეთა აშკარად სახელმწიფო მომენტები და უნდა გავაზრდონ. თავარი არის რომ ეს დიდი საქმე ეს კორიდორი დაკოქილი, მაგრამ ეს არ არის მარტო რა. ეს არის კულტურული კავშირები, აი უამრავი ხალხი შემოდის, ხო? ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ, ძლიერები და ამდენი პროგრამები უნდა გავაკეთოთ, განვითარების სისტემები. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ, წიგნებს ვკითხულობდეთ რეალურად და არა ამ სისულელებში ხარჯავდეთ ოპოზიციის რაღაც უაზრო კინკლეობაში, რომ ისევ ეგენი მოვიდა. ისევ გადააწყობენ მე დაშლიან პარტიას კიდე ფოკუსებს გაგვიკეთებენ ხან იმას გამოუშვებენ სააკაშვილს ხან ფოკუსები და ისე გააგრძელებენ და რავი თუ კიდე რომ
თქვენი ბედნიერების ნაწილი და სერატონინი ქვია ბედნიერების ნივთიერები და მელანინი ეს ამ პარტიებს გაუნაწილოთ კი ბატონო სახში აღარ დაგრჩება თქვენი პიროდები აი ასეთი საინტერესო ხალხი ყავს მეცნიერთა კონგრესს სპიკერებად ასეთი ადამიანები იქნებიან იმ საზოგადოებრივ პარლამენტში რომლისკენაც მივდივართ ყველა შეუძლია რომ თავის კანდიდატურები დაასახელოს ბარბედნიერი რომ იმ სისტემამ რომელიც ჩვენ შევიმუშავოთ მეცნიერთა კონგრესში ასეთ საინტერესო ადამიანები მოკრიბა ასეთ ძალის რაღაც იმას აკეთებს აი ანუ აზროვნება ძლიერდება იმაში ქვეყანა ჩვენი ქვეყანა არის ნიჭზე ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა საქართველოს იქნება შეუდარებელი სოფლიოსთვის იქნება დიდი მაგალითი დიდი მადლობა ვიყოთ მაგრად მადლობა